ჰომეროს ეგონდა მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდა გუშაგის მზერა, რომელიც ჩრდილოეთის ბოლო პოსტზე დაემშვიდობა. ასე გმირის ცხედარს უყურებენ, როდესაც უკანასკნელად აძლევენ სამხედრო სალამს, მოწიწებითა და პატივით სამუდამოდ ემშვიდობებიან. ასეთი მზერა ცოცხლებისთვის არ არის განკუთვნილი. ჰომეროსი თავს ისე გრძნობდა, თითქოს მორყეული კივით ადიოდა ვერაგი იაპონელი კონსტრუქტორების მიერ ჯოჯოხეთის მანქანად ქცეული პატარა და ჰაერში გამოკიდებული თვითმფრინავის კაბინაში. მარილიანი ქარით წეწავდა იმპერიის ალამს, მწვანეველზე ფუსფუსებდნენ მექანიკოსები, გუგუნით ცოცხლდებოდნენ მოტორები და ღიპიან გენერალს სამხედრო სალმისას თვალებში სამურაის შური უკურთოდა. რა გიხარია? ფიქრებიდან აჰმედის უკმეხმა შემოკითხვამ გამოარკვია. ჰომეროსისგან განსხვავებით აჰმედს ნაკლებად ადარდებდა სერპუხოვსკაიას ამბები. პლატფორმაზე დატოვა მდუმარე ცოლი, რომელსაც მარცხენა ხელი უფროსი შვილისთვის ჩაეჭიდა, ხოლო მარჯვენით ჩვილს იხუტებდა. ეს იგივეა, რომ ფსიქიკურ შემოტევას გაუმკლავდე, ან ტყვიან ფრქვევს შეუვარდე. სასოწარკვეთილი სწრაფვა, სასიკვდილო ცეცხლი გველოდება, ალაპარაკდა ჰომეროსი. ამ შეტევებს ტყუილად კი არ დაარქვეს მასე, ჩაიბურტყუნა აჰმედმა და თან უკან მიიხედა. თვალი შეავლო გვირაბის ბოლოს დარჩენილ პატარა ნათელ წერტილს. ზუსტად შენარი გიჟებისთვისაა. ნორმალური ადამიანი ნებით არ აძვრება ტყვიან ფრქვებზე. ეს გმირობა კი არა, სიგიჟია. იცი რა, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა მოხუცმა. გარდაუვალი აღსასრულის წინ ერთი ფიქრი გიტრიალებს. მოასწარი კი რამეს გაკეთება? ემახსოვრები ვინმეს? შენი არ ვიცი და მე შვილები მყავს და მათ ნამდვილად მემახსოვრები. უხეშად შეაწყვეტინა აჰმედმა, მაგრამ იმავე წამს ოხრით დაამატა. ყოველ შემთხვევაში უფროს მაინც. ჰომეროს მოუნდა საკადრისი პასუხი გაეცა თავხედისათვის, მაგრამ აჰმედის ბოლო სიტყვებმა შეკამათების სურვილი გაუქრო. აჰმედი მართალია. მისთვის უშვილძირო მოხუცისთვის ადვილია გარისკვა. ამ ბიჭს კი მთელი ცხოვრება წინ აქვს და სახელის უკვდავებაზე ოცნება არაფერში დაჭირდება. არაფერში სჭირდება. ამასობაში ბოლო ფანარიც უკან დარჩა. არმატურის გისოსებში ჩასმული შუშის ქილა შიგ ჩამაგრებული ნათურით მკვდარ ბუზებსა და ტარაკნებს გაეცო. ზოგიერთი მწერი ჯერაც ცოცხალი იყო და ამოსვლას ლამობდა, როგორც დახოცილების ორმოში ჩაგდებული მომაკვდავი მებრძოლი. ჰომეროსი ცოტა ხნით შეჩერდა. ნათურა სასაფლაოსთან შეაჩერდა სუსტი ყვითელი შუქის მომაკვდავ ლაქას, ღრმად ჩაიცუნთქა და დანარჩენებთან ერთად შეაბიჯა წყდიაჩი, რომელიც სევასტოპოლსკაიას საზღვრიდან ტულსკაიას მისადგომებამდე გამეფებულიყო. გრანიტის ფილებში თითქოს ჩაზრდილი ქალი ორი პატარა ბავშვით მარტო არ დარჩენილა პლატფორმაზე. ცოტა მოშორებით გაშაშებულიყო და წასულებს მზერით აცილებდა ცალთვალა მსუქანი მხარბეჭიანი მოხუცი. მის უკან ერთ ნაბიჯში კი ორდინარეთს ეჩურჩულებოდა გამხდარი სამხედრო ბუშლატაში გამოწყობილი მოხუცი. ლოდინის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. ისტომინმა სიგარეტი ტუჩის ერთი კუთხიდან მეორეში გადაიტანა. შენ დაელოდე, მე კი ჩემს საქმეებს მივხედავ, ჯიუტად უპასუხა პოლკოვნიკმა. დამიჯერე, ნამდვილად ანდრეი იყო, ჩვენ მიერ გაგზავნილი ბოლო სამეულის უფროსი. ვლადიმერ ივანოვიჩმა კიდევ ერთხელ მიუგდო ყური ტელეფონის ყურმილიდან მომავალ ხმას, რომელიც ჯერაც მთელი სიცხადით ედგა ყურებში. იქნებ აწამეს და ძალით ათქმევინეს. მათ 1000 ხერხი იციან, წარბი ასწია მოხუცმა. არ ამგონია თავი გადაიქნია უფროსმა. ნეტა მოგესმინა, ამას როგორ ამბობდა, იქ რაღაც უცნაური ხდება, ამოუხსნელი. შტურმით ვერ ავიღებთ. მომისმინე, წამოიწყო დენის მიხაილოვიჩმა. ტულსკაია ბანდიტებმა ჩაიგდეს ხელში. ჩასაფრებულები არიან, ჩვენების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კითხვე დაიყვანეს. ელექტროენერგიას იმიტომ მარჭრიან, რომ თვითონაც სჭირდება და არც ჰანზას გადამტერება აწყობთ. აი ტელეფონი კი გაგვითიშეს. სხვა რა უნდა სჭირდეს ტელეფონს? ხან მუშაობს და ხან არა. მას ისეთი ხმა ჰქონდა, პოლკოვნიკს არც უსმენდა თავისას აგრძელებდა ისტომინი. მაინც როგორი? უცებ ისე იყვირა პოლკოვნიკმა, რომ ორდინარეცი უკან გახდა. ფრჩხილებ ქვეშ რომ ქინძის თავები შეგარჭონ, შენ როგორი ხმა გექნება? პოლკოვნიკს მტკიცე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თავს კვლავ მეუმრად გრძნობდა. ხელით შაშხანას ითხოვდა და მისთვის სულ ერთი იყო, რა სიტყოდა ისტომინი. ისტომინმა შეიცადა და როცა აღელვებული პოლკოვნიკი ბოლოს და ბოლოს დაწყნარდა, შემრიგებლური ტონით მაგრამ მტკიცედ ურჩია. ცოტაც მოვიცადოთ. 2 დღეს მოხუცმა გულზე ხელი დაიკრიფა. 2 დღეს თავი დაუქნია ისტომინმა. პოლკოვნიკი შებრუნდა და ყაზარმაში წავიდა.
ძვირფასი დროის გაფალანგვის დრო აღარ იყო. შტაბში ხის მაგიდის გარშემო შემომსხდარი დამრტყმელი რაზმის მეთაურები უკვე ისედაც კარგ ახანს ელოდნენ. მხოლოდ ორი სკამი იყო ცარიელი მაგიდის თავსა და ბოლოში, მისი და ისტომინისა, მაგრამ ამჯერად სადგურის უფროსის გარეშე მოუწევდა თათბერი. სადგურის უფროსმა თითქოს დენის მიხაილოვიჩის წასვლა არც გაუგია. მას თუ თავის თავს კითხა, როგორ შეიცვალა ჩვენი როლები არა? პასუხად შემოbrunებული ორდინარეცის გაოცებულ მზერას გადააწყდა და ხელის აქნევით გაათავისუფლა ის. არადა ერთ დროს კატეგორიულ უარს აცხადებდა თუნდაც ერთი მებრძოლის გაგზავნაზე. პოლკოვნიკს ვეღარ ვცნობ, რაღაცას გრძნობს ბებერიმგელი, მაგრამ იქნება ალღო ღალატობს, ფიქრობდა სადგურის უფროსი, რომელსაც ალღო სულ სხვა რამეს კარნახობდა. უნდა გაჩერებულიყო და დაეცადა. უცნაურმა ზარმა მხოლოდ გაუმძაფრა ცუდი წინათგრძნობა. ტულსკაიაზე მის ქვეით რაზმს პირისპირ მოუწევდა შეხვედრა რაღაც ამოუცნობ დაუმარცხებელ ძალასთან. ვლადიმერ ივანოვიჩმა ჯიბეები მოიქექა, სანთებელა იპოვა და სიგარეტს მოუკიდა. სანამ სიგარეტის მძიმე და წყვეტილი რგოლები მის თავს ზემოთ მიიწევდა. ის გვირაბის ბნელ ნაპრალს თვალს არ აშორებდა. მონუსხულივით შეჰყურებდა როგორც კურდღელი მახრჩობელა გველის ხახას. მოწევა რომ დაამთავრა, თავი გადაიქნია და თავის ოთახში დაბრუნდა. სიბნელიდან ორდინარეცი გამოვიდა და უკან აედევნა. ყრუჩხაკუნი და გვირაბის თაღი 50 მეტრის სიგრძეზე განათდა. ჰანტერის ფანარი სიმძლავრითა და ზომით პროჟექტორს უფრო ჰგავდა. ჰომეროსმა ამოისუნთქა. ბოლოს რამდენიმე წუთის განმავლობაში თავიდან არ შორდებოდა სულელური აზრი, რომ ბრიგადირი შუქს არ აანთებდა, რადგან თავად სიბნელეშიც მშვენივრად ხედავდა. ბნელ გადასარბენში ჰანტერი კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავდა ადამიანს. ცხოველივით მოქნილად მოძრაობდა. ჩანდა ფანარი თავისი თანამგზავრებისათვის აანთო. თვითონ კი სხვა შეგრძნებებს უფრო ენდობოდა. ჰანტერმა ჩაფხუტი მოიხადა და ყური მიუგდო. დროდადრო ჩერდებოდა კიდეს და გვირაბის ჟანგიან ჰაერს ყნოსავდა, რითაც დაძაბულობას უფრო ამძაფრებდა. დანარჩენებისგან რამდენიმე ნაბიჯით დაწინაურებული ბრიგადირი უხმაუროდ მიცურავდა და უკან არც კი იხედებოდა. თითქოს არც ახსოვდა თანამგზავრების არსებობა. აჰმედმა, რომელიც იშვიათად მორიგეობდა სამხრეთის გვირაბში და არ იყო მიჩვეული ჰანტერის უცნაურ ქცევას, გაოცებით გაჰკარა მოხუც მუჯულუგუნი და ჰკითხა, ბრიგადირს რა სჭირსო? ჰომეროსმა ხელები გაშალა იმის ნიშნად, რომ ორი სიტყვით ამას ვერ ახსნიდა. საერთოდ რაში დასჭირდა თანამგზავრები? ჰანტერი ჰომეროსზე ბევრად თავდაჯერებულად გრძნობდა თავს გვირაბებში. არადა მოხუცი გამცილებლად მაინც წამოიყვანა. ჰომეროსმა ბევრი ტყუილი მართალი იცოდა ამ ადგილების შესახებ, ბევრად უფრო საშინელი ამბებიც, ვიდრე გუშაგები ყვებოდნენ კოცონთან. თავში მეტროს თავისი რუკა ჰქონდა და ბევრად უფრო დეტალური ვიდრე ისტომინისა იყო. სადგურის უფროსის რუკაზე არსებული ცარიელი ადგილები ჰომეროს შეეძლო თავისი შენიშვნებითა და აღნიშვნებით შეეცო. ვერტიკალური შახტები, ღია ან დაკონსერვებული სათავსოები, ლიანდაგებს შორის გადასასვლელები, მის სქემაზე ჩერტანოვსკაიასა და იუჟნაიას შორის სევასტოპოლსკაიადან ცოტა ქვემოთ იტოტებოდა ხაზი, რომელიც გიგანტურ დეპოს ვარშავსკაიას უერთდებოდა. ჰომეროსისთვის დეპო მიუხედავად მისი დიდი სიყვარულისა მატარებლებისადმი ისეთივე მისტიკური ადგილი იყო, როგორც პილოთა სასაფლაო. მოხუც შეეძლო საათობით და დამაჯერებლად ელაპარაკა მასზე. სევასტოპოლსკაია ნახიმოვსკის მონაკვეთს ჰომეროსი ფრიად რთულ მონაკვეთად მიიჩნევდა. უსაფრთხოების წესები და უბრალოდ საღი აზრი მოითხოვდა ერთად ევლოთ, ნელა და ფრთხილად გადაადგილებულიყვნენ. ყურადღებით შეესწავლათ კედლები და იატაკი. ამ გადასასვლელშიც კი, სადაც ყველა ლუქი და ხვრელის ამ გზის ამოექოლათ და დაელუქათ, სევასტოპოლსკაიას ინჟინერთა ბრიგადებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზურგის უყურადღებოდ დატოვება. ფანრის შუქით გახლეჩილი წყვდიადი მათ ზურგს უკან უცებ იკვრებოდა. ფეხის ხმის ექო ირეკლებოდა ტიუბინგების ტიხრებიდან და სადღაც ჩორს სევდიანად უბერავდა სავენტილაციო ჭაში დამწყდეული ქარი. ჭერის ღრიჭოებიდან წყაპაწკუპით ცვიოდა მსხვილი მძიმე წვეთები. შეიძლება უბრალოდ წყლისაც, მაგრამ ჰომეროსი ცდილობდა არიდებოდა მათ. ჯერ კიდევ ძველ დროს, როცა მიწის ზედაპირზე მოთუხთუხე ქალაქი მონსტრის მოუსვენარ ქალაქებს მეტრო ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება ეგონათ,
სრულად ახალგაზრდა ჰომეროსი, რომელსაც მაშინ უბრალოდ კოლიას ეძახდნენ, ფანრითა და ინსტრუმენტების რკინის ყუთით დადიოდა გადასასვლელებში. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის იქ გზა მოჭრილი იყო. მათ მხოლოდ მარმარილოს 150 გაკრიალებული დარბაზი და რეკლამებით აჭრილებული მატარებლების ვაგონები ეკუთვნოდათ. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად 2-3 საათს ატარებდა მოგუგუნე პლატფორმებზე და ვერ აცნობიერებდა, რომ მის განკარგულებაში ამ არაჩვეულებრივი მიწისქვეშა სამეფოს მხოლოდ 1/1000 ნაწილი თუ იყო. იმის შიშით, რომ არ დაფიქრებულიყვნენ მეტროს რეალურ ზომაზე, იმაზე თუ სად მიდის უჩინარი კარი და რკინის დამცავები, გვირაბის ბნელი განშტოებები და მუდმივად სარემონტო დაკეტილი გადასასვლელები, მათ ართობდნენ ჭრელი სურათებით, სულელური სლოგანებითა და სარეკლამო განცხადებებით, რომლებიც მოდუნების საშუალებას ესკალატორზეც კი არ იძლეოდა. ყოველ შემთხვევაში კოლიას ასე ეგონა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში არსებული სახელმწიფოს საიდუმლოს ეზიარა. სისარტყელას სფერებში გადაწყვეტილი მეტროს სულელური რუქა, რომელიც ვაგონებში ეკიდა, თვალს უხვევდა ცნობის მოყვარეებს, რომ მათ წინაშე მხოლოდ სამოქალაქო ობიექტი იყო. სინამდვილეში კი ეს ფერადი ხაზები დატოტვილი იყო საიდუმლო გვირაბების უხილავი ქსელით, რომელიც უკავშირდებოდა სამხედრო და სამთავრობო ბუნკერების რიგს, ხოლო გადასარბენებით უერთდებოდა ბევრად უფრო ადრე, ოდესღაც გათხრილ კატაკომბებს. კოლიას ახალგაზრდობაში, როდესაც მისი ღატაკი ქვეყანა სხვა ქვეყნებს ვერ შეეჯიბრებოდა ძალასა და ამბიციაში, ხოლო განკითხვის დღე ჯერ კიდევ შორს ეგონდათ. ბუნკერები და თავშესაფრები მტვრით იფარებოდა, მაგრამ ქვეყანას ფულთან ერთად ამბიციაც მოეძალა და არაკეთილის მსურველებიც. თუჯის მრავალტოტიანი ჩაჟანგული კარი ჭრიალით გაიღო. სურსათისა და მედიკამენტების მარაგი აღდგა, ჰაერისა და წყლის ფილტრები მოწესრიგდა, სწორედ რომ დროულად. მეტროში მუშაობის დაწყება უცხო და ღარიბი კოლიასთვის მასონურ ლოჟაში მიღების ტოლფასი იყო. მძლავრი ორგანიზაციის წევრს გულუხვად უნაზღაურებდნენ გაწეული მუშაობისთვის. სამსახური სამყაროს მოწყობის საიდუმლოს გამხელას პირდებოდა. ანაზღაურება, რომელიც განცხადებაში იყო მითითებული, მიმზიდველი ჩანდა. მომავალი ლიანდაგების დარაჯის ფუნქცია მოვალეობები კი უმნიშვნელო. ჰომეროს გარკვეული დრო დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი ახალი კოლეგების უხალისო მონოთხრობიდან გაეგო, რატომ უხდიდა მეტროპოლიტენი თავის თანამშრომლებს მაღალ ხელფასსა და სახელფასო დანამატებს. მიზეზი არ უნდა ყოფილიყო დაძაბული გრაფიკი ან დღის სინათლეზე ნებაყოფლობით უარის თქმა, არამედ ბევრად უფრო დიდი საფრთხე. კოლიას როგორც სკეპტიკოს არ სჯეროდა ჭორებისა, რომლებიც ეშმაკეულის შესახებ ვრცელდებოდა, მაგრამ ერთხელ ბნელი და მოკლე გადასარბენის შემოვლიდან მისი ერთი ამხანაგი არ დაბრუნდა. რატომღაც მისი ძებნა არც უცდიათ. ცვლის უფროსმა განწირულად ჩაიქნია ხელი. უცნაური იყო ისიც, რომ ასევე უკვალოდ გაქრა დაკარგულის მეტროში მუშაობის დამადასტურებელი საბუთებიც. კოლია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ახალგაზრდობისა და გულუბრყვილობის გამო ვერ შეეგუა მის დაკარგვას. სანამ უფროსთაგან ერთ-ერთმა საიდუმლოდ არ გაანდო, შენი ამხანაგი წაიყვანესო. მას მერე ჰომეროსმა იცოდა, რომ ცუდი ამბები მოსკოვის მიწისქვეშეთში ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, სანამ მეგაპოლის არმაგედონის მწველი სუნთქვა გაანადგურებდა. მეგობრის დაკარგვისა და საიდუმლოს გაგების შემდეგ კოლიას წესით უნდა მიეტოვებინა სამსახური, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მეტროსთან მისი ანგარებიანი ქორწინება დროთა განმავლობაში ვნებიან რომანში გადაიზარდა. როდესაც გვირაბებში ფეხით ხეტიალი ყელში ამოვიდა, მეტროს რთულ იერარქიაში უფრო მნიშვნელოვანი მემანქანის თანაშემწის ადგილი დაიკავა და რაც უფრო მეტად ეცნობოდა ამ შეუცნობელ სასწაულს, ამ ანტიკური სამყაროს ნოსტალგიით შეპყრობილ ლაბირინთებს, ციკლოპისეულ იავარქმნილ ქალაქებს, ამოყირავებულ და მოსკოვის წითელ მიწაში არეკლილ მოსკოვისავე ანარეკლს, მით უფრო ძლიერ და უანგაროდ უყარდებოდა ის. ადამიანის ხელით შექმნილი ეს ჯოჯოხეთი სწორედაც რომ იმსახურებდა ნამდვილი ჰომეროსის ხოტბას, ან უკიდურეს შემთხვევაში სვიფტის კალამს, რომელიც მეტროში გულივერის ლაპუტაზე მნიშვნელოვან რამეს დაინახავდა, მაგრამ მეტროს საიდუმლო თაყვანისმცემლად და უხეირო მეხოტბედ იქცა ნიკოლაი ივანოვიჩ ნიკოლაევი. სპილენძის მთის დედოფალი შეიძლება მართლაც შეგიყვარდეს, მაგრამ თვითონ სპილენძის მთის სიყვარული შესაძლებელია? ამ სიყვარულმა, რომელიც არც ცალმხრივი აღმოჩნდა და საკმაოდ ეჭვიანიც გამოდგა. თავის დროზე კოლიას ოჯახი დააკარგვინა, სამაგიეროდ კი სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ჰანტერი ესე მოულოდნელად შეჩერდა, რომ ფიქრებში ჩაძირულმა ჰომეროსმა შეჩერება ვერ მოასწრო და ბრიგადირს პირდაპირ ზურგში დაეტაკა. ჰანტერმა უსიტყვოდ მოიშორა თავიდან და გაშეშთა. თავი დაახარა და გვირაბს თავისი დამახინჯებული ყური მიუგდო. ღამურასავით, რომელიც ბრმად აღიქვავს სივრცეს, ის მხოლოდ მისთვის გასაგონ ტალღებს იჭერდა. ჰომეროსმა კი სულ სხვა რამ იგრძნო. ნახიმოვსკის გამზირის სუნი, რომელიც ვერაფერში აერეოდა, სწრაფად მოსულან, ასე მარტივად შემოშვება ძვირი არ დაუჯდეთ. თითქოს მისი ფიქრები გაიგონაო. აჰმედმა ავტომატით მოიხსნა მხრიდან და დამცავი გადასწია. ვინ არის იქ? დაიგუგუნა მოხუცისკენ შემოbrunებულმა ჰანტერმა. ჰომეროს გულში გაეცინა, ვინ იცის, ვინ მოიყვანა აქ ეშმაკმა? ნახიმოვსკის ღია კარიბჭეში ზემოდან საზარელი არსებები ჩამოდიოდნენ. მაგრამ ამ სადგურზე მუდმივად მცხოვრებლებიც იყვნენ, რომელთა მიმართ მოხუცს უცნაური გრძნობა ჰქონდა, შიშისა და ზიზღის ნაზავი. პატარა უთმო წამოიწყო ჰანტერმა და მოხუცი მიხვდა, ვისაც გულისხმობდა ბრიგადირი. ლეში ჭამია, ახმადაბლა თქვა მან. სევასტოპოლსკაიადან ტულსკაიამდე და შესაძლებელია მეტროს სხვა უკიდურეს ადგილებშიც ამ ეპითეტს ახალი პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა. კაცებლები? იკითხა ჰანტერმა. საპროფაგები, მიუგო მოხუცმა. სევასტოპოლსკაიადან საპროფაგები, ცხოველები, რომლებიც ლეშით იკვებებიან. ეს საზღვარი არსებები, რომლებიც ერთდროულად ობობებსაც გავდნენ და პრიმატებსაც ადამიანებზე ღიად თავდასხმას ვერ ბედავდნენ და მძორს სჯერდებოდნენ, რომელსაც სადგურზე ზემოდან მოათრევდნენ. ნახიმოვსკიზე მთელ ჯოგს დაედო პინა, ყველა მიმდებარე გვირაბი გაჟღენთილი იყო გახრწნილი მძორის გულის ამრავი სიმყრალით. გამზირზე სუნი კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა, რასაც ბევრი უძლებდა, მაგრამ რასაც ბევრი ვერ უძლებდა, ამიტომ მიახლოებისთანავე აირწნაღებს იკეთებდნენ ხოლმე. ჰომეროსმა იცოდა ნახიმოვსკის შესახებ, ამიტომ სასწრაფოდ ამოიღო სამგზავრო ჩანთიდან რესპირატორის საპირე. აჰმედმა შურით გახედა მოხუცს, ბიჭს სიჩქარეში დავიწყებოდა რესპირატორის წამოღება, ამიტომ სახეზე სახელო აიფარა. ჰანტერმა, რომელიც თითქოს ვერ გრძნობდა სიმყრალეს, ჰომეროს აირწნაღზე მიუთითა და ჰკითხა: რამე შხამიანია? სპორები? სუნი ჩაიბურტყუნა მან ნიღბიდან და დაიჯღანა. ბრიგადირი ჯერ გამომცდელად დააკვირდა მოხუცს, მერე ფართო მხრები აიჩეშა, ჩვეულებრივი სუნიაო და შებრუნდა. მოხერხებულად მოიგდო მხარზე თავისი მოკლე ავტომატი. თანამგზავრებს ანიშნა მომყევითო და მსუბუქი ნაბიჯით წავიდა წინ. 50-ოდე ნაბიჯის შემდეგ საშინელ სულს გაურკვეველი ჩურჩული დაერთო. ჰომეროსმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და შეეცადა აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებიდან. უკვე ძალიან ახლოსაა. ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოჩნდა. დამტროული დათურების დაბზარული მტრიანი საქარე მინების შუქზე რატომღაც დაუჟანგავი ლურჯი ფოლადის მატარებლის პირველი ვაგონი გამოჩნდა, რომელსაც გიგანტური საცობივით დაეცო გვირაბის ყელი. მატარებელი დიდი ხნის მკვდარი იყო, თუმცა ჰომეროს მის ყოველ დანახვაზე პატარა ბიჭივით უნდებოდა მემანქანის გაპარტახებული კაბინაში შემძვრალიყო. სამართავი პანელის ღილაკებს მიფარებოდა. წარმოედგინა, რომ გვირაბებში ისევ მთელი სისწრაფით მიქრის და თან მიაქროლებს ფერადი ვაგონების გირლანდას. მგზავრები კითხულობენ, თვლემენ, რეკლამებს ეცნობიან ან ერთმანეთს ელაპარაკებიან. განგაშის ნიშანზე ატომი უახლოესი გვირაბისაკენ დაიძარით. იქ გაჩერდით და ყველა კარი გახსენით. ითანამშრომლეთ სამოქალაქო თავდაცვის ძალებთან და ჯართან დაზარალებულთა ევაკუაციისას და მეტროპოლიტენის სადგურის ჰერმეტიზაციისათვის. განკითხვის დღეს სამოქმედო ინსტრუქცია მკაფიო და მარტივი იყო, რომელიც თითქმის ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს მემანქანეებმა. შემადგენლობათა უმეტესობა პლატფორმებზე გაიჭედა. სამუდამო ლეთარგიულ ძილს მიეცა და თანდათან სათადარიგო ნაწილებად იქცა. მეტროს შეფარებული ადამიანების წყალობით, რომელთაც დაპირებული რამდენიმე კვირის ნაცვლად სამუდამოდ აქ დარჩენა მოუხდათ. ზოგ სადგურზე ვაგონები საცხოვრებლად მოაწყვეს, რაც ჰომეროს, რომელიც მატარებელს სულიერად აღიქვამდა, მკრეხლობად მიაჩნდა. მისი აზრით ეს იგივე იყო საფრთხობელა შენი საყვარელი კატით გამოტენო. საცხოვრებლად გამოუსადეგარ სადგურებზე, მაგალითად ნახიმოვსკის გამზირზე, შემადგენლობები ჯერ კიდევ მთელი, თუმცა დროისა და ვანდალებისგან გაძარცული იყო. ჰომეროსი თვალს ვერ სწყვეტდა ვაგონს, სულ უფრო ხმამაღლას ჩაესმოდა სადგურიდან მომავალი ხმა, რომელიც შიშინსა და შრიალს ფარავდა. განგაშის სიგნალი კიოდა და საყვირი ჯერ არ გაგონილ ხმას გამოსცემდა. ერთი გრძელი, ორი მოკლე, ატომი.
მუხრუჭების გაჭიანურებული, ღრჭიალი და შეწუხებული მემანქანის განცხადებება ვაგონებში პავტიცემულო მგზავრებო ტექნიკური პრობლემების გამო მატარებელი გზას ვეღარ განაგრძობს. ვერც მიკროფონში მოლაპარაკე მემანქანა და ვერც მისი თანაშემწე ჰომეროსი მაშინ ვერც კი აცნობიერებდნენ როგორ გამოუვალ მდგომარეობას აღწერდა ეს სიტყვები. ჰერმეტული ჭიშკრის დაძაბულმა ჭრიალმა სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს ცოცხალთა და მკვდართა სამყარო. ინსტრუქციის მიხედვით კარიბჭე განგაშის გამოცხადებიდან 6 წუთში საბოლოოდ უნდა დაკეტილიყო. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი დარჩა ცხოვრების მეორე მხარეს, რეკომენდებული იყო მათი დახოცვა, ვინც დაკეტვას შეაფერხებდა. შეძლებს კი ახალგაზრდა სერჟანტი, რომელიც სადგურს უსახლკაროებისა და თვალებისაგან იცავს, დამიზნებით ესრულოს კაცს, რომელიც უშველებელი რკინის კარის შეჩერებას ცდილობს, რომ მისმა ცოლმა, რომელსაც სიჩქარეში ფეხსაცმლის ქუსლი მოსწყდა, ვორბენა მოასწროს. შეძლებს კი ტურნიკებთან მჯდომი ფორმიანი ქალი, რომელიც მთელი 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ყვიროდა და სასტვენს უსტვენდა, არ შემოუშვას საცუდავი ხელჯოხიანი მოხუცი, რომელსაც ხველა აღჩობს. ინსტრუქციით მხოლოდ 6 წუთი იყო გამოყოფილი იმისათვის, რომ ადამიანი მანქანად ან ურჩხულად ქცეულიყო. ქალების კივილი, მამაკაცების ყვირილი, ბავშვების გულამოსკვნილი ტირილი, პისტოლეტების შხაკუნი და ავტომატების გაბმული ჯერი. დინამიკებიდან უემოციო, ცივი ხმით მოწოდება სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ. არაფრის მომცემი მოწოდებები, რადგან ვერც ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ტირილი, ვედრება, ისევ სროლა. განგაშიდან ზუსტად 6 წუთის შემდეგ არმაგედონამდე წუთით ადრე ჰერმეტული ჭიშკრის სექციების დაკეტვის ხმაურიანი სამგლოვიარო მაუწყებელი საკეტების ძლიერი გუგუნი, როგორც აკლდამაში. მემანქანეს გვიან დაუმუხრუჭებია. ალბათ პლატფორმაზე არეულობამ ყურადღება გაუფანტა, ამიტომ ჰანტერსა და მის თანამგზავრებს ვაგონსა და კედელს შორის მოუწიათ გაძრომა, რომ მათ პლატფორმაზე ასულიყვნენ. თუჯის კიბით ზემოთ აწვდნენ და წუთის შემდეგ საოცრად ფართო დარბაზში აღმოჩნდნენ. არანაირი სვეტი, მხოლოდ ერთიანი ნახევარწრიული უშველებელი თაღი კვერცხის ფორმის შაღრმავებებით სანათების ქვეშ, რომელიც აერთიანებდა დარბაზს და ორივე ლიანდაგს მასზე მდგომი შემადგენლობიანად. საოცრად დახვეწილი კონსტრუქცია, მარტივი, მსუბუქი, ოღონდ დაბლა არ უნდა დაგეხედა. არ უნდა დაგენახა, რას გავდა ეს გროტესკული დამპალი ლეშის სასაფლაო გამოხრული ჩონჩხებით, მოგლეჯილი სხეულის ნაწილებით. საზისყარი არსებები ყველაფერს, რასაც მისწვდებოდნენ, საკმაოდ ვრცელ სამფლობელოში აქეზიდებოდნენ, მოათრევდნენ იმაზე მეტს, ვიდრე შეჭმა შეეძლოთ. იმარაგებდნენ, მარაგილპებოდა და იხრწებოდა, მაგრამ მათ მაინც უსასრულოდ აგროვებდნენ. მკვდრების გროვა ყველა ფიზიკური კანონის საწინააღმდეგო თვითონს და სუნთქავდა კიდეც და გაუჩერებლად შემზარავად მხაჭუნებდა. ფანრის შუქმა ერთი უცნაური არსება დაიჭირა, გრძელი, მოკაკული კიდურებით, დანაოჭებული რუხი კანით, უთმო გამრუდებული ხერხებლით, მღრიე თვალებს ახამხამებდა და დიდ ყურებს აპარტყუნებდა. არსება წრიპინით ზუსტად დაიძრა ვაგონის კარისაკენ. დანარჩენი გროვებიდანაც ასევე ზანტად წამოდგნენ სხვა ლეშიჭამიები და მტრულად აწრიპიდნენ. ეს ფთხალი და საზღარი ორზე მდგარი არსებები მკერდამდე ძლივს წვდებოდნენ, არც ისე მაღალ ჰომეროსაც კი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ისინი ძლიერ ჯანმრთელ ადამიანს თავს არ დაესხმებოდნენ. თუმცა, როგორც ვიგენები რამდენიმე კილომეტრზე გრძნობენ სისხლის სუნს, ასევე ეს არსებები გრძნობდნენ სხვისი სიკვდილის მოახლოებას და ჩქარობდნენ, რომ მისი მომსწრე გამხდარიყვნენ. ამიტომ ირაციონალური შიში ამ ქმნილებების მიმართ ჰომეროსის ღამეულ კოშმარებში ისხამდა ხორცს. აი, დასუსტებული და მიტოვებული მარტო წევს მიტოვებულ სადგურზე, გაიძვერა არსებები კი სულ უფრო უახლოვდებიან. ხანდაზმული შიშები თავის დროზე გამოყენებითი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში ამოკითხულ ცოდნაზე დაყრდნობით იიმედებდა თავს ჰომეროსი, მაგრამ ამაოდ ლეშიჭამიებს ადამიანების არ ეშინოდათ. ამ საზეღარ, თუმცა უსაფრთხო არსებებზე ტყვიების დახარჯვას სევასტოპოლსკაიაზე დანაშაულებრივი მფლანგველობად ჩათვლიდნენ. აქ გამრავლილი ქარავნები ცდილობდნენ მათთვის ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ ზოგჯერ ლეშიჭამიები გამომწვევად იქცეოდნენ. რაც უფრო ღრმად მიიწევდა სამეული, რაც უფრო ხრაშუნითა და ტკაცატკუცით ლეწავდა ჩექმით მთელ სადგურზე მიმოყრილ წვრილ ძვლებს, მით უფრო მეტი არსება ანებებდა ჭამას თავს და მიიწევდა თავშესაფრისკენ. ბუდე მატარებლებში ჰქონდათ, რის გამოც ჰომეროს ისინი კიდევ უფრო მეტად სძულდა.
ნახიმოვსკის გამზირზე ჰერმეტული ჭიშკარი ღია იყო. თუ გამზირიდან სწრაფად წახვიდოდი, დასხივების დოზა ჯანმრთელობას არ შეგირყევდა. ამიტომ აქ დიდხანს გაჩერება აკრძალული იყო. ისე ორივე შემადგენლობა საკმაოდ კარგად იყო შემონახული. თავის დროზე ლურჯად შეღებილი ვაგონებს ისევ შერჩენოდა საღებავი. მინები მთელი იყო, გაღებული კარებიდან დაბინძურებული სკამები ჩანდა. უცებ ჰანტერი შედგა. აჰმედმა და ჰომეროსმა ერთმანეთს გადახედეს და ცდილობდნენ გამოეცნოთ საფრთხე, რომელი მხრიდან იყო მოსალოდნელი, მაგრამ შეჩერების მიზეზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა. ფეხებთან საშინელი ღრენით ორი ლეშიჭამია ძაღლის ჩონჩხს ღრღნიდა. დამალვა ვერ მოესწროთ, ან სადილით ისე იყვნენ გართულები, რომ თავისიანების სიგნალი ვერ გაიგონეს, ან გაუმაძრობა ვერ დაძლიეს. ბრიგადირის ფანრის შუქით თვალმოჭრილებმა ნელ-ნელა ღეჭვა-ღეჭვით უახლოესი ვაგონისკენ დაიხიეს, მაგრამ უცებ ერთი მეორის მიყოლებით აყირავდნენ და იატაკზე ყრუდ ტომრებივით დაეხეთქნენ. ბრიგადირის ფანრის შუქით ჰომეროსი გაოცებული შესხეროდა ჰანტერს, რომელიც მძიმე სამხედრო ცილინდრისებური მაყუჩით დაგრძელებულ პისტოლეტს ბუდეში ინახავდა. სახე ისეთივე იდუმალი და უსიცოცხლო ჰქონდა, როგორც ყოველთვის. ალბათ ძალიან მშივრები იყვნენ. ჩაიბურტყუნა აჰმედმა და ზიზღნარევი ინტერესით შეათვალიერა მუქი გუბეები, რომლებიც დახუცილი ლეშიჭამიების გახვრეტილ ქალებთან დადგა. მეც მოულოდნელად გაურკვევლად გამოეპასუხა ბრიგადირი. ჰომეროსი შეხტა. ჰანტერმა კი ისე განაგრძო გზა, დანარჩენებისაკენ არ გაუხედავს. მოხუცს მოეჩვენა, რომ ისევ გაიგონა ცუდახნით მიყუჩებული წრიპინი. თავადაც არაერთხელ მონდომებია ტყვია დაეხლა ამ საზერელი ქმნილებებისთვის, მაგრამ ყველა ჯერზე თავს ირწმუნებდა, რომ ზდასრული მოწიფული ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სურვილების მართვა, ჰანტერი ჩანდა, არც კი ცდილობდა საკუთარ სურვილებთან შებმას, მაგრამ რა სურვილი იყო ეს? ჯოგის ორი წევრის უხმო სიკვდილმა დანარჩენი ლეშიჭამიები დააფრთხო. ყველაზე გამბედავებმა და ზარმაცებმაც კი ჩუმი წრეპინითა და წყმუტუნით დატოვეს პლატფორმა. ორივე მატარებლის ფანჯრებს აეკრნენ და გაისუსნენ. გაბრაზება ან შურისძიების მიზნით თავდასხმა არც ერთ მათგანს არ უფიქრია. იცდინდნენ დროდის დატოვებდა სამეული სადგურს, რომ მაშინვე შესდგომოდნენ თავიანთი მოძმის ჭამას. აგრესია მონადირეებისთვისაა დამახასიათებელი, გაიფიქრა ჰომეროსმა. ვინც დაცემულით იკვებება, მას არ სჭირდება აგრესიულობა. ყველა ცოცხალი არსება ადრე თუ გვიან თავისით მაინც კვდება. სიკვდილის შემდეგ კი ყველა მათი ლუკმა გახდება. უბრალოდ უნდა დაიცადონ. ფანრის შუქზე მომწვანო მინებზე აკრული საზარელი არსებები მოღრეცილი ზურგებითა და ბრჭყალებიანი კიდურებით მოუსვენრად სინჯავდნენ შიგნიდან ამ სატანურ აკვარიუმს. სრულ სიჩუმეში ასობით წყვილი ჩამქრალი თვალი მიაცილებდა მიმავალ რაზმს. ასე ალბათ ფორმალინის კოლბებში ჩაკეტილი მახინჯები შეხედავდნენ დამთვალიერებლებს, მათთვის წინასწარ თვალები რომ არ ამოეკერათ. მიუხედავად იმისა, რომ დამდგარიყო ჟამი, როცა უღმერთობისთვის უნდა გადაეხადა, ჰომეროსმა ვერც ღმერთის არსებობა იწამა და ვერც ეშმაკისა, თუმცა განსამწმებელი რომ არსებულიყო მოხუცისთვის, ის სწორედ ასეთი იქნებოდა. სიზიფე განწირული იყო სიმძიმის თრევისთვის, ტანტალოსი მარადიული წყურვილისთვის. ჰომეროს კი თავისი სიკვდილის სადგურზე მემანქანის გაცვეთილი კიტელი და ესაშინელი მოჩვენებითი მატარებელი ელოდა თავისი გულისამრევი მგზავრებით, როგორც შურისმაძიებელი ღმერთების დაცინვა. როდესაც შემადგენლობა პლატფორმიდან გვირაბში შევა, როგორც მეტროს ერთ-ერთ ძველ ლეგენდაშია, ის მაბიუსის ლენტად შეიკვრება, ან ურჩხულად, რომელიც თავის კუდს ჭამს. ჰანტერს ეს სადგური და მისი მკვიდრნი აღარ აინტერესებდა. დარბაზი რაზმასწრაფი ნაბიჯით გადაჭრა. აჰმედი და ჰომეროსი ბრიგადირს ძლივს ეწეოდნენ. მოხუც უნდა მიბრუნებულიყო, ეყვირა, გაესროლა, შეეშინებინა ეს გათავხედებული, გადაგვარებული არსებები, თავი დაეღწია მძიმე ფიქრებისათვის. ამის ნაცვლად კი თავჩაგენდრული მიძუნძულებდა და ცდილობდა ფეხი არ დაედგა ვინმეს გახსნილ სხეულზე. აჰმედიც თავის ფიქრებში ჩაფრულიყო, უკან მოუხედავად გარბოდნენ. ჰანტერის ფანრის შუქი მოუსვენრად დახტოდა აქეთ-იქით. თითქოს ამ ამაზრზენი ცირკის თაღში ტანმოვარჯიშეს დასდევდა, მაგრამ ბრიგადირი ყურადღებას აღარ აქცევდა ფიგურებს, რომლებიც ფანრის შუქზე ირეკლებოდა. შუქზე კი წამიერად გაიელოდა, ამიტომ შეუმჩნეველი დარჩა ახალი
ძვლები და ბოლომდე გამოუხრავი ადამიანის თავის ქალა. მის გვერდით კი ფოლადის სამხედრო ჩაფხუტი და ბრონირებული ჟილეტი. პრიალა მწვანე ჩაფხუტზე თეთრი საღებავით ეწერა. სევასტოპოლსკაია. გადახლართვა. მამა მე ვარ საშა. მან ფრთხილად მოუშვა ბრეზენტის თასმა, რომელიც კაცს საშვილად გასებულ ყბაზე ჰქონდა და გადაჭერილი და მამას ჩაფხუტი მოუხადა. ხელი შეუცურა სველ თმაში, რეზინის ზემოთ ასწია, მოკაჩა და აირწინაღი მოისროლა. კაცი მძიმედ სუნთქავდა, თითებით გრანიტს მხაჭნიდა. წყლის ფერი თვალებით მას მიშტერებოდა, არ პასუხობდა. საშამ მამას თავქვეშ ზურგჩანთა ამოუდო. ჭინშკრისკენ გაიქცა, ღრმად ჩაისუნთქა და გამხდარი მხრებით უშველებელ კარს მიაწვა. მრავალტონიანი რკინის ლოდი დამორჩილდა და ნელ-ნელა დაეშვა თავის ადგილას. საშამ კარი გადაკეტა და იატაკზე ჩაცუცქდა. მხოლოდ ერთი წუთით სულს მოითქვამს და მაშინვე მასთან დაბრუნდება. ყოველი მომდევნო ლაშქრობა სულ უფრო ძვირი უჯდებოდა მამას და ის მცირე ნადავლიც არასაკმარისი იყო დახარჯული ძალების აღსადგენად. ყოველი ასვლისას დღეების კი არა, კვირების და თვეების სიცოცხლე აკდებოდა, მაგრამ იძულებული იყო ასულიყო, რადგან თუ გასაყიდი არაფერი ექნებოდათ, მაშინ მოთვინიერებული ვირთხის შეჭმა მოუწევდათ, რომელიც ერთადერთი სულიერიღა იყო ამ დაღუპულ სადგურზე. საშას უნდოდა მამა შეეცვალა, რამდენჯერ სთხოვა რესპირატორი, რომ თვითონ ასულიყო ზემოთ, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია. ალბათ იცოდა, რომ უკვე გაფუჭებულ ფილტრებ გაჭედილ აირწინახს იგივე ძალა ჰქონდა, რაც თილისმას, მაგრამ საშას არაფერს უმხელდა. ატყუებდა ფილტრების გაწმენდა ვიციო. ყოველი 1 საათიანი გასეირნების შემდეგ იმასაც ატყუებდა, თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდაო. ხოლო როცა მარტო რჩებოდა, სიცხს აღებინებდა. საშას არ შეეძლო რამე შეეცვალა. ის მამასთან ერთად მიატოვეს ამ კუთხეში და იმიტომ კი არ დატოვეს ცოცხლები, რომ შეებრალათ, არამედ იმიტომ, რომ დაეცინათ. ფიქრობდნენ, რომ ისინი აქ ერთ კვირასაც კი ვერ გაძლებდნენ, მაგრამ მამის თავგანწირვისა და გამძლეობის წყალობით წლები გაძლეს. მამაშვილი ზრუნდათ, მაგრამ მათ რეგულარულად აჭმევდნენ, თუმცა ცხადია, არა უფასოდ. ასვლიდან ასვლამდე იშვიათ წუთებში, როდესაც ერთად ისხდნენ მინავლებულ კოცონთან, მამას უყვარდა წარსულის გახსენება. რამდენიმე წლის წინ მიხვდა, რომ თავის მოტყუებას არ ჰქონდა აზრი, რომ მომავალი აღარ ჰქონდა, წარსულს კი ვერავინ წაართმევდა. ადრე მე ისეთივე ცისფერი თვალები მქონდა, როგორც შენ, ეუბნებოდა საშას. საშასაც ეგონა, რომ ახსოვდა ის დრო, როცა მამას ყელზე ჯერ კიდევ არ ეტყობოდა სიმსივნე, როცა მისი თვალებიც ისეთივე ცისფერი იყო, როგორც თავისი. როდესაც მამა ამბობდა ცისფერი, ის ცხადია ლაჟვარდოვან ცას გულისხმობდა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მის მეხსიერებაში და არა ისეც ბოლო წლებში ღამით ასულს რომ დაჰყურებდა. დღის შუქი უკვე 20 წელი იყო არ ენახა. საშას კი საერთოდ არასდროს ენახა. მხოლოდ სიზმრებში, მაგრამ სიზმრები განასანდოა? დაბადებიდან უსინათლოთა სიზმრები გავს კი ჩვენსას? ან ხედავენ კი სიზმრებს უსინათლოები? ბავშვებს როცა თვალებს ხუჭავენ, გონიათ, რომ მთელი სამყარო წყდიადმა მოიცვა, გარშემო კი ყველა მაცავით დაბრმავდა. გვირაბში ადამიანი თვალდახუჭული ბავშვით გულუბრყვილო და უსუსურია. მას გონია, რომ ისაა სინათლისა და წყდიადის მბრძანებელი. აწკაპუნებს თავის ფანარს, მაგრამ ყველაზე თვალშეუვალი სიბნელეც კი შეიძლება აღმოჩნდეს ხირული ზოგიერთი თვალისთვის. ლეშიჭამიებთან შეხვედრის შემდეგ ამ აზრს თავიდან ვერ იშორებდა ჰომეროსი და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ამაოდ ცდილობდა. რა უცნაურია, რომ ჰანტერმა არ იცოდა რა ელოდათ ნახიმოვსკიზე. 2 თვის წინ, როცა ბრიგადირი პირველად გამოჩნდა სევასტოპოლსკაიაზე, ყველა გუშაკს გაუკვირდა. ასეთი აღნაგობის ადამიანმა, როგორ მოახერხა ჩრდილოეთის გვირაბის ყველა პოსტის შემჩნევლად გავლა. კიდევ კარგი პერიმეტრის მეთაურმა გუშაგებს ახსნა განმარტებები არ მოსთხოვა. მაგრამ თუ არა ნახიმოვსკის გამზირიდან, მას საიდან მოხვდა ჰანტერი სევასტოპოლსკაიაზე? დიდ მეტროში გამავალი გზები დიდი ხნის წინ იყო მოჭრილი, მიტოვებული კახოვსკაიას ხაზით, რომლის გვირაბებშიც ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო უკვე რამდენი წელი იყო, არც ერთი ცოცხალი არსება არ შეუნიშნავთ. გამორიცხული იყო მას ჩერტანოვსკაია? გაფიქრებაც კი სასაცილო იყო. თუნდაც ასეთ მოხერხებულ მებრძოლს მარტოს გაევლო ის დაწყევლილი სადგური. იქ მოხვედრაც შეუძლებელი იყო სევასტოპოლსკაიაზე გავლის გარეშე.
ჰომეროსმა ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის გვირაბები გამორიცხა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს საიდუმლოებით მოცული სტუმარი მათ სადგურზე ზემოდან ჩამოვიდა. ცხადია, ყველა ცნობილი ასასვლელი ჩამოსასვლელი დახშული იყო და მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ ხო შეეძლო სამენტილაციო შახტით ესარგებლა? სევასტოპოლსკაიას მკვიდრნი რას წარმოიდგენდნენ, თუ მრავალსართულიანი სახლების გადამწვარი ორმოებიდან კიდევ გამოჩნდებოდა ვინმე ისეთი ჭკვიანიც, ვინც მათი სიგნალიზაციის გათიშვა შეძლებდა. მიკრორაიონების უსასრულო საჭადრაკო დაფა, რომელიც ქალაქის თავზე ჩამოცვენილმა ქობინებმა გადაწვა, დიდი ხნის წინ გაუკაცურდა და ის მახინჯი საშინელი არსებები, რომლებიც ახლა ზემოთ დაბოდიალობდნენ, ახალ პარტიას თავიანთი წესებით თამაშობდნენ. ადამიანს ოცნებაც კი არ შეეძლო რევანშზე. ხანმოკლე ვიზიტი ზემოთ იმის საძებნელად, რაც 20-ზე მეტი წლის განმავლობაში გაფუჭებას გადაურჩა, საკუთარ ბინაში მოროდიორობის ნაჩქარევი და სამარცხვინო მცდელობა ერთადერთი იყო, რისთვისაც ადამიანს ძალა ჰყოფნიდა. რადიაციისგან დამცავ ჯავშანში ჩასხმული სტალკერები ადიოდნენ ზემოთ, რომ მეასედ გაეჩხრიკათ ჩონჩხად ქცეული უახლოესი ხრუშჩოვკები, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავდა ომის გამოცხადებას მათ ახალ პატრონებთან. შეეძლოთ ავტომატის ჯერით შეეტიათ მათთვის ან ვირთხების მიერ მორყვნილ სახლში მოეცადათ და საფრთხის გადავლისთანავე კისრის ტეხით გაქცეულიყვნენ მიწის ქვეშ. ქალაქის ძველ რუკებს საერთო აღარაფერი ჰქონდათ რეალობასთან. ერთ დროს მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგებით გაჭედილი გამზირები ახლა უფსკრულებს ან გაუვალ ეკალბარს დაეკავებინა. დასახლებული კვარტლები ჭაობებსა და გადამწვარ ადგილებს შეეცვალა. მხოლოდ ყველაზე თავზე ხელაღებული სტალკერები ბედავდნენ ზედაპირი თავიანთი სოროდან 1 კილომეტრის რადიუსში შეესწავლათ. დანარჩენები ბევრად ნაკლებითაც კმაყოფილდებოდნენ. ნახიმოვსკის გამზირის შემდეგ მდებარე სადგურებს ნაგორნაიას, ნაგატინსკაიას და ტულსკაიას თავიანთი ასასვლელები არ ჰქონდათ. მათგან მხოლოდ ორ სადგურზე ცხოვრობდნენ ადამიანები და ისეთი მხდალები, რომ ზემოთ არც კი ადიოდნენ. ჰომეროსისთვის ამოუცნობი საიდუმლო იყო, თუ ასეთ ვითარებაში საიდან უნდა მოსულიყო ცოცხალი ადამიანი. თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ ჰანტერი მათ სადგურზე სწორედ ზემოდან ჩამოვიდა. კიდევ ერთი ვარიანტი მოხუც უღმერთოს თავის დაუნებურად მაშინ ამოუტივტივდა თავში, როცა ქოშინით მისდევდა წინ მიმავალ შავ სილუეტს, რომელიც თითქოს საერთოდ არ ეხებოდა მიწას. ქვემოდან ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. დაიჩურჩულმა აჰმედმა, ისე რომ მხოლოდ ჰომეროს გაეგონა, წინ მიმავალ ბრიგადირს კი ვერა. ცუდ დროს წამოვედით. რამდენჯერ ყოფილი ვარ აქ ქარავანთან ერთად. ნაგორნაიაზე დღეს ნამდვილად რაღაც ცუდი ხდება. ძარცველთა პატარა დაჯგუფებები, რომლებიც დაცვის შემდეგ წრიული ხაზიდან მოშორებით პატარა სადგურებზე ისვენებდნენ, ვერ ბედავდნენ სევასტოპოლსკაიას ქარავანთან მიახლოებას. დეზებიანი ჩექმის ხმის გაგონებისთანავე, რაც მძიმე ქვეითი რაზმის მოახლოების მაუწყებელი იყო, მძარცველების მთავარი საზრუნავი ხდებოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად გასცლოდნენ იქაურობას. უმკაცრესი წვრთნა და უშიშრობა წამებში ერთ მუშტად შეკურის უნარი და ყველაზე ძლიერი საფრთხის უძლიერესი ცეცხლით განადგურების შესაძლებლობა სევასტოპოლსკაიას მცველებს გვირაბების უპირობო ბრძანებლებად აქცევდა, საკუთარი ბლოკპოსტებიდან თვით სერპუხოვსკაიამდე, რომ არა ნაგორნაია. ნახიმოვსკი თავისი საფრთხით უკან დარჩა, მაგრამ არც აჰმედს და არც ჰომეროს შვება არ უგრძნიათ. ნახიმოვის პროსპექტი ესეთღაც აქ არის. ნაგორნაია, ნაგატინსკაია, სევასტოპოლსკაია, აი აქ არიან სადღაც. ნახიმოვსკი თავისი საფრთხით უკან დარჩა, მაგრამ არც აჰმედს და არც ჰომეროს შვება არ უგრძნიათ. უბრალო და უსახური სადგური ნაგორნაია უკანასკნელ ადგილად იქცეოდა ყველა იმ მოგზაურისთვის, ვინც სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა მას. მეზობელ ნაგატინსკაიაზე შემთხვევით მოხვედრილი მგზავრები ისე გაურბოდნენ ნაგორნაიას გვირაბს, თითქოს ის, რაც იქიდან გამოდიოდა სანადიროდ, უფრო გემრიელი მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ცოტა მეტი მანძილის გავლას დაიზარებდა. ნაგორნაიაზე მხოლოდ იღბლის იმედი უნდა გქონოდა, რადგან ეს სადგური არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილებოდა. ერთ ჯგუფს თუ მხოლოდ კედელზე სისხლის კვალითა და დაღარული რკინის სვეტებით შეაშინებდა და უპრობლემოდ გაატარებდა, მომდევნოს ისეთ რამეს აჩვენებდა, რომ ნახევარი ჯგუფის ამოწყვეტა გადარჩენილებს გამარჯვებად მიაჩნდათ.
ვერ ძღებოდა, არავინ უყვარდა, შესწავლას არ ექვემდებარებოდა. მიმდებარე სადგურების მცხოვრებლებს ნაგორნაია ბედის თვითნებობად მიაჩნდათ. ის იყო მთავარი გამოცდა მისთვის, ვინც წრიულიდან სევასტოპოლსკაიასკენ წასვლას და უკან დაბრუნებას გადაწყვეტდა. შეუძლებელია ეს მხოლოდ ნაგორნაია ჩაედინა. სრულმორწმუნე აჰმედი სევასტოპოლსკაიას სხვა მკვიდრთა მსგავსად ამ სადგურზე როგორც ცოცხალზე ისე ლაპარაკობდა. ჰომეროს, რომელიც ფიქრობდა, რომ ქარავანიცა და მის საძებნელად გაგზავნილი ყველა მზვერავიც ნაგორნაიაში თანთქმული იყო, არაფერი უკითხავს, არაფერი დაუზუსტებია, მხოლოდ ჩაიქირქილა. გულზე დაადგებოდა რა არ მომხდარა, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად არასოდეს გამქრალა. ასე ნუ ლაპარაკობ, გაბრაზდა აჰმედი. ძლივ შეიკავა თავი, რომ თავში არ წამოერტყა მოხუცისთვის. შენ ნამდვილად არ დაადგები გულზე. ნაწყენი მოხუცი აღარ შეჰკამათებია, მას არ ჯეროდა, რომ ნაგორნაიას შეეძლო მათი საუბრის მოსმენა და გაბრაზება. ყოველ შემთხვევაში ამსი შორიდან მაინც ეს სულ სრულწმენები იყო და ასეთ თემებზე ის აჰმედისგან განსხვავებით არ ღელავდა. აჰმედმა ბუშლატის ჯიბეში ჩაიყო ხელი, პისტოლეტის გლუვი ვაზნებისგან ასხმული მძივი მოძებნა. ბინძური ხელით დაიწყო ვაზნების გადათვლა და თავის ენაზე ნაგორნაიას ჰომეროსის ცოდვების მიტევებას ევედრებოდა. ამაოდ, ან სადგურს არ ესმოდა მისი, ან ბოდიშის მოხდა დაგვიანებული იყო. ჰანტერმა კვლავ ინტუიციით იგრძნო რაღაც. ხელთათმანიანი ხელი ასწია, ნაბიჯს უკლო და რბილად დაეშვა მიწაზე. იქ ნისლია, თქვა და ჰაერი ნესტოებით ღრმად შეისუნთქა. ეს რა არის? ჰომეროსმა აჰმედს გადახედა. ორივენი მიხვდნენ ეს რასაც ნიშნავდა. ნადირობა დაწყებულია და ნაგორნაიას ჩრდილოეთის საზღვრამდე მიღწევა უჩვეულო გამართლება იქნებოდა. როგორ გითხრა, ბრიგადირს უხალისოდ გაეპასუხა აჰმედი. ის ასე სუნთქავს. ვინ? მშრალად იკითხა ბრიგადირმა და მხრიდან ზურგჩანთა მოიხსნა. ალბათ შესაფერისი იარაღის მოსაძებნად. სადგური ნაგორნაია. ჩურჩურზე გადავიდა აჰმედი. ვნახოთ. ზიზღით დაიმანჭა ჰანტერი. მაგრამ არა ჰომეროს მხოლოდ მოეჩვენა, რომ ჰანტერი დაიმანჭა. სინამდვილეში მის დამახინჯებულ სახეზე კუნთიც არ შერხეულა, უბრალოდ შუქი დაეცა ასე. 100 მეტრის შემდეგ დანარჩენებმაც დაინახეს მძიმე თეთრი კვამლი, რომელიც მათკენ მოცურავდა. ჯერ მათ შექმნებს გაუსინჯა გემო, შემდეგ მუხლებამდე მისვდა, გვირაბი წელამდე აავსო. ისინი თითქოს ნელ-ნელა შედიოდნენ ცივდაპირქუშ ზღვაში. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე სულ უფრო ღრმად ეშვებოდნენ მაცდური ფსკერისკენ, სანამ მთლიანად არ დაიფარნენ. ფარნი შუქი ისე გაიხლართა უცნაურ ნისლში, როგორც ბუზი ობობას ქსელში. მგზავრები მთელი ძალით ცდილობდნენ თავის დაღწევას. რამდენიმე ნაბიჯით გაიწეოდნენ, მაგრამ მოეშვებოდნენ და სიცარიელე შეკიდებოდნენ. ხმაც უდად ისმოდა, მოძრაობაც უჭირდა, თითქოს ბუმბულის ზღვაში ჩაეყვინთათ. მალე სუნთქვაც გაჭირდა, მაგრამ არა სინესტის, არამედ უჩვეულოდ მწყლარტე გემოს გამო, რომელიც შემოსასვლელშივე იგრძნეს. მისი ფილტვებში ჩაშვება არ უნდოდათ. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს გიგანტური არსების ამონასუნთქს სუნთქავდნენ. არსება მთელი ჟანგბადში თანთქავდა და ჰაერს თავისი შხამიანი ანაორთქლით ავსებდა. ჰომეროსმა ყოველი შემთხვევისთვის ისე გაიკეთა რესპირატორი. ჰანტερμაც გახედა მას და ხელი თავისი ტილოს ზურგჩანთაში ჩაყო. რეზინი მოკაჩა და ჩაფხუტზე რეზინის ახალი ნიღაბი გადაიცვა. აირწინაღის გარეშე დარჩა მხოლოდ აჰმედი, რომელსაც ან სიჩქარეში დაავიწყდა წამოღება, ან საჭიროდ არ ჩათვალა. ბრიგადირი ისევ გაშეშდა და თავისი ჩამოხეული ყური მიუგდო ნაგორნაიას, მაგრამ სქელი შედედებული მასა ხელს უშლი და გაერჩია სადგურიდან წყვეტილად მომავალი ხმები. უცებ შორიახლო უჩვეულოდ ნელა და მძიმედ დაეცა რაღაც. რკინამ ისე დაეღჭიალა, თითქოს ვიღაცამ კედლების გასწვრივ გამავალი რკინის მილები გადაკვანძაო. ჰანტერმა თავი ისე გაიქნია, თითქოს ტალახს იშორებდა და მოკლე ავტომატური პისტოლეტის ნაცვლად ჩანთიდან სამხედრო კალაშნიკოვი ამოიღო, ორმაგი მჭიდითა და ლულის ქვეშა ყუმბარტყორცნით. როგორც იქნა, ჩაიბურტყუნა თავისთვის. ღორის რძესავით სქელ ნისლში ჩაძირულ სადგურზე ისე შევიდნენ, რომ ვერც კი მიხვდნენ. აირწინაღის დაორთქლილი მინებიდან მომზირალ ჰომეროს თავი აკვალანგისტი ეგონა, რომელიც ოკეანეში ჩაძირულ ლაინერზე აღმოჩნდა. ამ ილუზიას კიდევ უფრო ამძაფრებდა კედლების ჭედური პანო, მკაცრი საბჭოთა შტამპით რკინაზე ამოკვეთილი ზღვის თოლიები, რომლებიც უფრო გათხრების შედეგად ქვაზე აღმოჩენილ ანაბეჭდებს გავდნენ.
გაქვავდა. აი ეს არის ადამიანისა და მისი შემოქმედების ხვედრიც. გაუელვა ჰომეროს თავში, მაგრამ ვინ გათხრის? ბურუსი, რომელიც გარშემო ყველაფერს ფარავდა, ცოცხალი იყო, მიედინებოდა, თრთოდა და დროდადრო შავ ჩრდილებს გამოკვეთდა. დაბრეცილ ვაგონსა თუ მორიგის დაჟანგულ ჯიხურს, მითოლოგიური ურჩხულის ქერცლიან სხეულსა თუ თავს, ჰომეროს იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, თუ ვის შეეძლო ხელში ჩაიგდო გემი და ჩაძირვიდან 10 წლის შემდეგ დაპატრონებოდა პირველი კლასის კაიუტებს. მას ბევრი რამ სმენოდა ნაგორნაიას შესახებ, მაგრამ პირველად ახლა ხედავდა ნაგორნაია. აი ის იქ მარჯვნივ აღრიალდა უცებ აჰმედი და ჰომეროს სახელოში ცვდა. თვითნაკეთი მაყუჩით დახშული გასროლის ხმა გაისმა. ჰომეროსი მისი ასაკისთვის შეუფერებელი სისწრაფით შებრუნდა იქით, საითაც აჰმედი ანიშნებდა, მაგრამ ფანარმა მხოლოდ რკინის სვეტების დაკბილული ნაწილი გაანათა. უკან, აგერ უკნიდან აჰმედმა მოკლე ჯერი დაახალა, მაგრამ მისი ტყვეები მხოლოდ მარმარილოს ფილებს მოხვდა და ჩამოლეწა. ყოველი გამოსახულება, რომელსაც აჰმედი ხედავდა, წამიერი იყო. ეს საშინელება ისუნთქა. გაიფიქრა ჰომეროსმა, მაგრამ ამ დროს თვალის კუთხით თავადაც დაინახა რაღაც გიგანტური არსება, რომელიც სადგურის 4 მეტრიანი, მაგრამ მისთვის მაინც მეტისმეტად დაბალი ჭერის ქვეშ ორად იხრებოდა. ურჩხული ნისლიდან წარმოუდგენლად სწრაფად გამოვიდა, მაგრამ სანამ ჰომეროსი დამიზნებას მოასწრებდა, გაუჩინარდა. მოხუცმა უმწეოდ გაიხედა ბრიგადირისკენ, რომელიც ის არსად ჩანდა. არაუშავს, ნუ გეშინია, ამშვიდებდა მას. მამა, წარამარა წვეთდა ლაპარაკს და სულს ითქვამდა. მეტროში არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე მეტად ეშინიათ. სადა გაეღიმა, მაგრამ საშინლად გამოვიდა. თითქოს მის თავის ქალას ყბა მოსძრაო. საშამაც გაუღიმა და გაძვალტყავებულ, გაჭვარტულულ ღაწვებზე მლა შეცრემლი ჩამოუგორდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ მამა უგონოდ იწვა, საშას 1000 რამეზე ჰქონდა ნაფიქრი. ამჯერად ტყუილად ვიარე, მაპატიე, დაიჩურჩულა მამამ. მინდოდა ავტოფარეხამდე მაინც მივსულიყავი. შორს აღმოჩნდა, ერთი ხელუხლებელი იყო, უჟანგავი, დაზეთილი, საკეტით დაკეტილი. გატეხვა ვერ შევძელი და უკანასკნელი ნაღმი მივამაგრე. იმედი მქონდა, რომ მანქანა იქნებოდა, სათადარიგო ნაწილები. აფეთქდა, გავაღე და ცარიელი იყო, სულ არაფერი. რისთვის ჩაკეტეს ნაძირლებმა? ლოცულობდი აფეთქების ხმა არავის გაეგო. გამოვედი სადგომიდან და გარშემო ძაღლები დგანან. მეგონა ყველაფერი დამთავრდა. მამამ თვალები დახუჭა და გაჩვენდა. შეშინებული საშა ხელში ჩააფრინდა. მამამ უხმოდ გადაიქნია თავი. ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზიაო. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ უნდოდა ყველაფერი მოეყოლა შვილისთვის. უნდოდა აეხსნა, რომ რატომ დაბრუნდა ხელცარიელი, რომ მომდევნო კვირა, სანამ ის ფეხზე დადგმა შეძლებდა, ძალიან გაუჭირდებოდათ. ვერ მოაწრო დაეძინა. საშამ გაგლეჯილ წვივზე დადებული სახვევი შეუმოწმა, რომელიც უკვე გაჟღენთილი იყო შავი სისხლით და შეუცვალა. წელში გასწორდა. ვირთხის გალიასთან მივიდა და კარი გააღო. ცხოველმა უნდოდ გამოიხედა გარეთ, მაგრამ საშას ხათრით მაინც გამოვიდა და პლატფორმაზე გაიარ გამოიარა. ვირთხას ინტუიცია არასოდეს ღალატობს. გვირაბში სიწყლარე იყო. დამშვიდებული გოგონა გასაშლელ საწოლთან დაბრუნდა. შენ აუცილებლად დადგები და შეძლებ სიარულს, ჩაშჩურჩულა მამას. იპოვი ავტოფარეხს, რომელშიც გაუძარცვავი მანქანა იქნება. ჩვენ ერთად ავალთ ზემოთ, ჩავსხდებით მანქანაში და აქედან შორს წავალთ. 10-15 სადგურის იქით, სადაც არავინ გვიცნობს, სადაც უცხოები ვიქნებით, სადაც არავის შევძულდებით. იმედია სადმე დარჩა ასეთი ადგილი. მერე ჯადოსნური ზღაპარით უამბო მამას, რომელიც მისგან 1000-ჯერ მაინც მოისმინა. სიტყვით იმეორებდა ამ ძველ მამისეულ მანტრას და უფრო მეტად სჯეროდა მისი. ის მოუვლის და გადაარჩენს მამას. ამ სამყაროში არის ადგილი, სადაც ისინი ყველას ფეხებზე ჰკიდია. ადგილი, სადაც ისინი ბედნიერები იქნებიან. აი ის აგერ მე მიყურებს. აჰმედი ისე ღრიალებდა, თითქოს უკვე დაეჭირა ვინმეს და მიათრევდა. ასე არასდროს უყვირია. ისევ გაისმა ავტომატის ჯერი. აჰმედმა საბოლოოდ დაკარგა გონი. ერთიანად აკანკალებული ამოუცდილობდა ავტომატზე ჭიდი შეეცვალა. მან მიამირჩია მე. გვერდით მეორე ავტომატმა იგრიალა. წამით მიყუჩდა და ძლივს გასაგონად ისევ აკაკანდა. ჰანტერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ესე იგი, მათაც ჰქონდათ გადარჩენის შანსი. სროლის ხმა ხან ახლოდან ისმოდა, ხანაც შორიდან, მაგრამ აღწევდა თუ არა ტყვია მიზანს, გაუგებარი იყო.
ჰომეროსი დაძაბული ცდილობდა დაჭრილი ურჩხულის ხმის გაგონებას. სადგურში სამარესებული სიჩუმე იდგა. მასპინძლები ან უხორცონი იყვნენ, ან უძლეველნი. პლატფორმის მეორე მხარეს ბრიგადირს უცნაური ბრძოლა გაემართა. იქ ტყუების ცეცხლოვანი წერტილი ინთებოდა და ქრებოდა. ურჩხულთან ბრძოლით მთვრალ ჰანტერს თავისი თანამგზავრები აღარც ახსოვდა. ჰომეროსმა ღრმა დამოისუნთქა და თავი მაღლა ასწია. კანით, თხემით, თავზე თმის ყოველი ღერით საკმაოდ მკაფიოდ გრძნობდა ცივ გამჭოლ მზერას და თავისი წინა გრძნობისათვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. ჭერქვეშ ბურუსში საკმაოდ მაღლა კიდევ ერთი თავი მოჩანდა. იმდენად დიდი, რომ ჰომეროსმა უცებ ვერც კი გააცნობიერა, რას უყურებდა. გიგანტის სხეულს სადგურის ბურუსი ფარავდა, მხოლოდ მისი საშინელი თავი ეკიდა. კაცუნების თავზე და გამოუსადეგარი იარაღით გაშაშებულებს რატომღაც თავს არ ესხმოდა. შიშისაგან დამუნჯებული მოხუცი მორჩილად დაეშვა მუხლებზე. რელსებზე ჟღრიალით დაეცა ავტომატი. აჰმედი ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალებდა. ურჩხულმა აუჩქარებლად წაიწია წინ და მთელი სივრცე შავმა კლდესავით დიდმა სხეულმა დაფარა. ჰომეროსმა თვალები დახუჭა. სასიკვდილოდ მოემზადა. თავში ერთადერთი აზრი უტრიალებდა: ვერ მოვასწარი. მოულოდნელად ყუმბარტყორცნის აფეთქების ხმა გაისმა. ჰომეროს ყურებით დაუგუბდა. გარშემო მიმოიფანტა დამწვარი ხორცის ნაფლეთები. აჰმედი პირველი მოეგო გონს, მოხუცს საყელოში წვდა, წამოაყენა და უკან გაიყოლა. ისინი გარბოდნენ, შპალებზე ეცემოდნენ, დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ. ტკივილს ვერც ერთი გრძნობდა. ხელი-ხელ ჩაკიდებული მირბოდნენ, რადგან თეთრ ნიცლში არაფერი ჩანდა. ისე გარბოდნენ, თითქოს სიკვდილზე უარესი რამ ემუქრებოდათ. უფრო საშინელი, საბოლოო, გამანადგურებელი სხეულისა და სულის მეტამორფოზა. უჩინარი და თითქმის უხმო დემონები მხოლოდ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდნენ. მისდევდნენ, მაგრამ თავს არ ესხმოდნენ. თითქოს ეთამაშებოდნენ. სადგურის დამსხვრეული მარმარილო გვირაბის ტიუბინგებმა შეცვალა. მათ ნაგორნაიადან გაღწევა შეძლეს. სადგურის დარაჯები თითქოს ჯაჭვით იყვნენ დაბმულები. თან და თან უკან მოიტოვეს, მაგრამ გაჩერება ჯერ ადრე იყო. აჰმედი წინ მიდიოდა. კედლებზე გაყოლებულ მილებს ეყრდნობდა, გზას იკვლევდა და მოხუცსაც აჩქარებდა. ჰომეროსი შესასვენებლად ჩამოჯდომას ცდილობდა. ბრიგადირს რა მოუვიდა? ბოლოს ჩახლეჩილი ხმით იკითხა ჰომეროსმა და აირწნაღი მოიგლიჯა. როცა ეს ნისლი დამთავრდება, გავჩერდებით და დაველოდებით. წესით მალე უნდა დამთავრდეს. კიდევ 200 მეტრიც და გავალთ ამ ბურუსიდან. თავარია ნისლიდან გავიდეთ, უმტკიცებდა აჰმედი. ნაბიჯებს დავითვლი. მაგრამ ნისლი არც 200 და არც 300 ნაბიჯის შემდეგ არ იკლებდა. იქნებ ნაგარტინსკაიამდე გავრცელდა. ფიქრობდა ჰომეროსი, იქნებ უკვე ტულსკაიას შთანთქა და ნახიმოვსკის გამზირიც. შეუძლებელია. ცოტაღა დარჩა. მე ასეთ ჩაიბურტყუნა აჰმედმა და უცებ გაშეშდა. უკან მიმავალმა ჰომეროსმა ვეღარ მოზომა შეეჯახა და ორივენი ძირს დაეცნენ. კედელი დამთავრდა. აჰმედი გაუგნებული უსვამდა ხელს შპალებს, რელსებს, ნესტიან და უხეში იატაკს. თითქოს ეშინოდა, რომ წუთი წუთზე დედამიწაც ისევე გაქრებოდა. აი, აქ არის, რა დაგემართა? ჰომეროსმა ტიუბინგი მოსინჯა ხელით, ჩაეჭიდა და ფრთხილად ადგა. მაპატიე. აჰმედი აზრებს თავს ძლივს უყრიდა. სადგურზე მეგონა, რომ თავს ვერასოდეს დავაღწევდი, ისე მე მიყურებდა, გესმის, ჩემი დაჭერა უნდოდა. მეგონა სამუდამოდ იქ დარჩებოდი და ვერც დამმარხავდნენ. ძლივს ლაპარაკობდა, არ უნდოდა ეთქვა, რცხვენოდა, ქალივით რომ ტიროდა, ცდილობდა თავი ემართლებინა. ჰომეროსმა თავი გაიქნია. კარგი რა, მე საერთოდ შიშისგან ჩავივსი და რა ვქნა ახლა? წავედით ახლა უკვე მართლა ახლოს უნდა ვიყოთ. დევარი აღარ მოსდებდათ. მათკი სირბილი აღარ შეეძლოთ. ნელა მიდიოდნენ, კედლებს ებღაუჭებოდნენ. ყოველი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ საშვას. ყველაზე დიდი საშინელება უკან მოიტოვეს. ბურუსი ჯერ ისევ არაპირებდა უკან დახევას, მაგრამ ადრე თუ გვიან გვირაბის ორპირი ქარები დაგლეჯდნენ მას, ნაფლეთება დაქცევდნენ და სავენტილაციო ჭებში ჩაყრიდნენ. ჰომეროსი და აჰმედი კი ადრე თუ გვიან ხალხში გავიდოდნენ და დაელოდებოდნენ მეთაურს. თუმცა ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ისინი წარმოიდგენდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ნისლში დროცა და სივრცეც დამახინჯდა. კედლის გასწვრივ პლატფორმაზე ასასვლელი თუჯის კიბე შენიშნეს. გვირაბის მომრგვალებული ფორმა ოთხკუთხედმა შეცვალა. რელსებს შორის ჩავარდნილი მგზავრებისათვის განკუთვნილი სამალავი ორმო გაჩნდა. შეხედე, ჩურჩურით უთხრა ჰომეროსმა, მგონი სადგურია. ჰეი, არის აქვინ მე? მთელი ხმით დაიძახა აჰმედმა და ახარხარდა.
ძმებო, არის აქ ვინმე? ფანრების ყვითელი, მილეული, შუქი ბურუსიან სიბნელეში ადამიანებისა და დროის მიერ ჩამომტრეულ მარმარილოს ფილებს აჩენდა. ნაგატინსკაიას საამაყო ფერადი მოზაიკიდან ერთიც არ შემორჩენილიყო. რა დაემართა მოპირკეთებულ სვეტებს? ნუ თუ მიუხედავად იმისა, რომ არავინ პასუხობდა, აჰმედი მაინც მთელი ხმით მხიარულად ყვიროდა. ცხადია ნისლის შეეშინდათ და დაიმალნენ. მას კი აღარ ეშინია. ამასობაში ჰომეროსი აღელვებული ეძებდა რაღაცას კედლებზე. კრთალი შუქით ანათებდა და ეჭვებისგან ხელფეხი ეყინებოდა. ბოლოს იპოვა დაბზარულ მარმარილოში ჩამაგრებული რკინის ასოები. ნაგორნაია. მამას ჯეროდა, რომ უკან დაბრუნება შემთხვევითი არასოდესაა. უკან რაღაცის შესაცვლელად გამოსასწორებლად ბრუნდებიან. ზოგჯერ თვითონ ღმერთი გვავლებს ქეჩოში ხელს და გვაბრუნებს იქ, სადაც მის მზერას გამოვეპარეთ, რომ თავისი განაჩენი სისრულეში მოიყვანოს ან მეორე შანსი მოგცეს. ამიტომ უხსნიდა მამა ვეღარასდროს დაბრუნდება მშობლიურ სადგურზე. მას შურისძიების სიმართლის მტკიცების და ბრძოლის ძალა აღარ აქვს. მას არავის სინანული აღარ სჭირდება. ძველ ამბავში, რომელიც წარსულ ცხოვრებად დაუჯდა და ლამის სიცოცხლესაც გამოასალმა, ყველას თავისი მიეზღო. ისე გამოვიდა, რომ ისინი სამუდამოდ გადასახლებაში ყოფნისთვის გაიწირნენ. საშას მამას არაფრის გამოსწორება არ უნდა. ღმერთი კი ამ სადგურში არ იყურება. თავის დაღწევის მისი გეგმა ეპოვა ლპობას გადარჩენილი მანქანა, რომელსაც შეაკეთებდა, საწოლს ჩააცხამდა და ბედის მიერ შემოხაზული აკრძალული წრიდან გაიქცეოდა. დიდი ხნის წინ იქცა ძილის პირულ ზღაპრად. საშასთვის უკან დიდ მეტროში მოსახვედრი კიდევ ერთი გზა არსებობდა. ის დათქმულ დღეებში ხიდზე გადადიოდა, რომ რაღაცნაირად შეკოწიწებული მოწყობილობები, ფერშეცვლილი სამკაულები, დაობებული წიგნები საჭმელზე და რამდენიმე ტყვიაზე გადაეცვალა. თუმცა ზოგჯერ ბევრად მეც სთავაზობდნენ. დრეზინიდან ვაჭრები პროჟექტორით ანათებდნენ ცოტათი უხეშ ბიჭურ ფიგურას, თვალს უკრავდნენ, პირს აწკლაპუნებდნენ, თავისთან იხმობდნენ და მეტ სპირდებოდნენ. გოგონა ველურს გავდა, უხმოდ წარბებს ქვემოთ შეჰყურებდა მათ. დაძაბული ზურგს უკან მალავდა მარჯვენა ხელში ჩაბუჯურ გრძელ დანას. მამაკაცის ფართო კომბინეზონი ვერ ფარავდა მის თამამად გამოკვეთილ ნაკვთებს. ტალახითა და მანქანის ზეთით მოთხრილ სახეზე იმდენად მკვეთრად ანათებდა მისი თვალები, რომ ზოგი თვალსაც კი არიდებდა. დანით უსწორმასწოროდ მოჭრილი თეთრი თმა ყურებს ძლივს უფარავდა. მოკუმული ტუჩები არასოდეს ეხსნებოდა. ხალხი დრეზინიდან მალევე მიხვდა, რომ გელს მცირე დაპირებით ვერ მოიშინაურებდნენ. ამიტომ სადეს თავისუფლებით მოესყიდათ. თუმცა საშას ერთხელაც არ უპასუხია მათთვის. ბოლოს ჩათვალეს, რომ გოგონა მუნჯი იყო, ასე უფრო მარტივიც კი იყო. საშა მშვენივრად ხვდებოდა, რაზეც უნდა დათანხმებულიყო. ის დრეზინაზე ორ ადგილს ვერ იყიდდა. მამას სხვების ბევრი მართებდა, რის გასტუმრებაც შეუძლებელი იყო. უსახური არასასიამოვნო ტიპები შავი სამხედრო აერწინაღებით მისთვის მხოლოდ მტრები როდი იყვნენ. ის მათში ადამიანებს ვერ ხედავდა, ვერაფერს ისეც, რაზეც ღამით მაინც იოცნებებდა. ამიტომ უსიტყვოდ დებდა შპალებზე ტელეფონს, უთოს, ჩაიდანს, 10 ნაბიჯით უკან იხევდა და იცდიდა. სანამ საქონელს წაიღებდნენ, მერე კი შეხვეულ შებოლილ ღორის ხორცს ლიანდაგზე დაუგდებდნენ და განზრახ მიმოფანტავდნენ ტყვიებს, რომ ეყურებინათ, როგორც აგროვებდა გოგონა ფორთვით. მერე დრეზინა ნელა მიდიოდა ნამდვილ სამყაროში. საშა კი ბრუნდებოდა სახლში, სადაც დამტრეული მოწყობილობების მთა, სახრახნისის, სარჩილავი და დინამო მანქანად გადაკეთებული ველოსიპედი ელოდა. დაჯდებოდა მასზე, დახუჭავდა თვალებს და მიქროდა შორს. არადარდებდა, რომ სინამდვილეში ადგილიდან არ იძროდა. ის, რომ მან თავად თქვა მოწყალებაზე უარი, ძალას მატენდა. როგორ, რანაირად მოხვდნენ ისევ აკანკალებული ჰომეროსი პასუხს ეძებდა ამ კითხვაზე. აჰმედმა მაშინვე ჩაიკმინდა ხმა, როგორც კი დაინახო, თუ რას ანათებდა ფანრით ჰომეროსი. არ მიშვებს, დაჯდა და თითქმის უხმოდ თქვა. ნისლი იმდენად შესქელდა, რომ უკვე ერთმანეთსაც კი ვეღარ ხედავდნენ. ხალხის არყოფნისას თვლემდა ნაგორნაია. ახლა კი გამოფხიზლდა. მძიმე ჰაერი ეპასუხებოდა მათ. სიტყვებს ოდნავ შესამჩნევი რწევით, მის სიღრმეში კი ახალ გაღვიძებული ჩრდილები ფუთფუთებდნენ. ჰანტერის კვალიც კი არსად ჩანდა. ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გაიმარჯვებს ფანტომებთან ბრძოლაში.
როგორც კი სადგურს მობეზრდება მასთან თამაში, მაშინვე თავის შხამიან სუნთქვაში მოაქცევს და ცოცხლად მოინელებს მას. შენ წადი, განწირულივით წარმოთქვა აჰმედმა, მე ვჭირდები, შენ არ იცი, შენ აქ იშვიათად ხვდები. რა ზბოდაო, მოხუცმა ისე შეუყვირა, რომ თავადვე გაუკვირდა. უბრალოდ ნიცლში გზა შეგვეშალა. უკან წავიდეთ, ერთად ვერ გავალთ. როგორც გინდა ირბინო, მაინც უკან დაბრუნდები. თუ ჩემთან ერთად იქნები, მარტო კი გახვალ, წადი გთხოვ. კარგი საკმარისია. ჰომეროსმა მაჯაში ჩაავლო, ხელი და გვირაბისკენ წაიყვანა. 1 საათის შემდეგ მადლობას მეტყვი. ჩემს გულეს გადაეცი, წამოიწყო აჰმედმა, მაგრამ წარმოუდგენელმა ძალამ ჰომეროსს მისი ხელიდან გამოსტაცა. აჰმედი ზემოთ ნისლსა და არარაობაში გაუჩინარდა. დაკვირებაც კი ვერ მოასწრო, გაქრა, თითქოს წამში ატომებად დაიშალა. თითქოს არც არასოდეს უარსებია. მის ნაცვლად მოხუცმა დაიყვირა, თითქოს ჭკუიდან შეიშალაო. თავისი ღერძის გარშემოტრიალებდა და გაუჩერებლად ისროდა. ჭიდზე ცლიდა. მერე კეფაში გამანადგურებელი დარტყმა მიიღო, როგორიც აქაურ დემონთაგან მხოლოდ ერთს შეეძლო და სამყარო გაქრა. მეხსიერება. საშამ ფანჯარასთან მიირბინა, დარაბები გახსნა და ქოხში სუფთა ჰაერი და სუსტი სინათლე შემოუშვა. ხის რაფა პირდაპირ უძირო დილის ნაზი ნისლით სავსე უფსკრულის თავზე ეკიდა. მზის პირველსავე სხივებზე გაიფანტება ნისლი და ფანჯრიდან არა მხოლოდ ხეობა, არამედ მაღალი ფიჭვებით დაფარული მთები, მათ შორის გადაჭიმული მწვანე მდელობი, ასანთის კოლოფებივით ჩამწკრივებული სოფლის სახლები და სამრეკლოს წვერები გამოჩნდება. ადრიანი დილა მისი საყვარელი დრო იყო. მზის ამოსვლამდე მთელი ნახევარი საათით ადრე იღვიძებდა, რომ მთაზე ასვლა მოესწრო. მათი პატარა სუფთა თბილი და მყუდრო ქოხის უკან ფერდობს მიუყვებოდა ქვის ბილიკი, გარშემო ყვითელი ყვავილებით. სანამ მთისკენ მიიწევდა, რამდენჯერმე წაქცევას და მუხლების გადატყავებასაც ასწრებდა. ჩაფიქრებულმა საშამ სახელოთი გადაწმინდა ღამის თრთვილისგან დაცვარული რაფა და მკლავზე გრილი ნიავის შეხებისთანავე გაუქრა საშინელი სიზმრიდან გამოყოლილი უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც მის ამჟამინდელ უზრუნველ ცხოვრებას აუფერულებდა. სწრაფად უნდა აერბინა მწვერვალზე, რომ მზეს მისალმებოდა. შემდეგ კი მიმავე ბილიკით უკანვე სახლში დაბრუნებულიყო. საუზმე გაემზადებინა და მამა გაეღვიძებინა. ამასობაში პატარა ბოხჩით გაემზადებინა მისთვის საგზალი. მერე კი მთელ დღეს ვახშმობამდე, სანამ მამა სანადიროდ იქნებოდა, საშა თავისუფლებით დატკბებოდა. დაუღალავად ირბენ და უშნო ჭრიჭინებთან და მფრინავ ტარაკნებთან ერთად მდელოზე, ვაგონის კედლებზე აკრული ლინკრუსტივით ყვითელ ყვავილებში. რამდენიმე წელი არ ენახა საშას მამას გოგონას სახეზე ასეთი ბედნიერი ღიმილი და დაენანა მისი გაღვიძება. სისხლის დიოდა და ფეხი დაუბუჟდა. სისხლი არაფრით არ ჩერდებოდა. ამბობენ, მაწანწალა ძაღლების ნაკმენი არ შუშტებაო. დაუძახოს თუ არა? სანამ ავტოფარეხისკენ წავიდოდა, ის დღეღამეზე მეტხანს არ ყოფილა სახლში. გადაწყვეტილი ჰქონდა სადგურიდან 2 კვარტლის დაშორებით შენობაში ასულიყო. ადრა მე-16 სართულზე და იქ გონება დაკარგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საშას ერთი წუთით არ მოუხუჭავს თვალი. საერთოდ ის არასოდეს იძინებდა, სანამ მამას სასეირნოდ იყო. დაისვენოს, გაიფიქრა მამამ, არაფერი მომივა. მამას ძალიან მოუნდა გაეგო, რა სიზმარს ხედავდა მისი გოგონა. თავად როგორც წესი, სიზმარშიც კი ვერ ახერხებდა რეალობის დავიწყებას. ძალიან იშვიათად 2-3 საათით თუ უშვებდა ქვეცნობიერი უშფოთველა ახალგაზრდობაში სამოდიალოდ. ძირითადად კი შიგნეულობა გამოცლილ მკვდარ ნაცნობ სახლებს შორის დაბოდიალობდა და კარგ სიზმრად ჩათვლიდა თუ სასწაულებრივად გადარჩენილი ტექნიკითა და წიგნებით სავსე ხელუხლებელ ბინას იპოვიდა. დაძინებისას ოცნებობდა, წარსულით დასიზმრებოდა. თუნდაც იმ დროში მოხდრილიყო 20 წლის რომ იყო და უკვე სადგურის გარნიზონს ხელმძღვანელობდა. საშას დედა სულ ახალგაზრდობილი ყავდა. სადგური მაშინ ყველას დროებითი თავშესაფარი ეგონა და არა კატორღის საერთო ბარაკი მაღაროში, სადაც ისინი სამუდამო პატიმრობას იხდიდნენ. ამის ნაცვლად ის არც თუ შორეულ წარსულს 5 წლის წინანდელი ამბებს ხედავდა დღეს.
რომელმაც მისი და რაც ყველაზე საშინელი იყო მისი ქალიშვილის ბედი განსაზღვრა. დაძინებისთანავე მარცხსა თუ გადასახლებას შეგუებული გონება გაითიშებოდა თუ არა, გული რევანშს ითხოვდა. ის კალაშნიკოვი მომარჯვებული იდგა მებრძოლთა წკრივის წინ, ოფიცრის მაკაროვით, რომელიც მას წოდებით ეკუთვნოდა, მხოლოდ თავის მოკვლას თუ მოასწრებდა. მის ზურგს უკან მდგარი 20-ოდე შეიარაღებული მებრძოლის გარდა სადგურზე მისი ერთგული აღარავინ იყო. ტყალღა ბობოქრობდა, ათეულობით ხელი არყევდა ჯებირებს. არეული მრავალხმიანობა უცებ დირიჟორს უხილავი ჯოხის მოქნევას დაემორჩილა და დალაგებულ ქოროდ გადაიქცა. ჯერჯერობით მხოლოდ მის გადადგომას მოითხოვდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში მისი სიკვდილით დასჯაც მოუნდებოდათ. ეს არ იყო სპონტანური დემონსტრაცია. აქ გამიზნულად მოქმედებდნენ პროვოკატორები. აღარც მათი ვინაობის დადგენასა და მათ სათითაოდ დახოცვას ჰქონდა აზრი. ერთადერთი გზა რომ აჯანყება შეეჩერებინა და თანამდებობაც შეენარჩუნებინა, ხალხისთვის ცეცხლის გახსნა იყო, სანამ ჯერ კიდევ არ იყო გვიან. ხელს უჭერდა უხილავ კონდახს, დასივებული ქუთუთოების ქვეშ მოუსვენრად ატრიალებდა თვალებს, გაუჩერებლად აცმაცუნებდა ტუჩებს და უხმოდ იძლეოდა ბრძანებებს. შავი გუბე კი, რომელშიც იწვა, ყოველ წუთს იზრდებოდა. სად არიან? თავდავიწყების შავი ბრუსტიდან გამოსული ჰომეროსი ისე შეფართხალდა, როგორც ანკესით დაჭერილი ქორჭილა. ძლივს სუნთქავდა და ნახევრად გონდაკარგული ბრიგადირს შესქეროდა. ისევ თვალწინ ედგა ნაგორნაიას უზარმაზარი ციკლოპები, რომლებიც მისკენ იშვერდნენ გრძელ დაძარღულ თითებს, რათა ფეხი მოეტეხათ ან ნაკდები ჩაემსხვრიათ მისთვის. თვალს დახუჭავდა თუ არა, ციკლოპები მაშინვე გარს ეხვეოდნენ მოხუცს, გახელისთანავე კი ზანტად იფანტებოდნენ. ჰომეროსმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ფოლადის ხელი, რომელმაც კოშმარიდან გამოათრია, ჯერაც მხარზე ედო და განძრევის ნებას არ აძლევდა. ნელ-ნელა სუნთქვა დაიმშვიდა და ნაიარევ სახესა და მანქანის ზეთით გაპრიალებულივით მოელვარე მუქ თვალებს მიაშტერდა. ჰანტერი, ცოცხალია? მოხუცმა ფრთხილად გაიხედა, ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. შიამოწმა ისევ მოჯადოებულ სადგურზე ხომ არ იყო? არა, ისინი მშრალ ცარიელ გვირაბში ისხდნენ და ნისლი, რომელიც ნაგორნაიას მისადგომებთან ჩამოწოლილი იყო, თითქმის აღარ სადჩანდა. ჰომეროსი მიხვდა, რომ ჰანტერმა 500 მეტრი მაინც ათრია ხელით. ცოტა მოეშვა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც იკითხა: ისინი სად არიან? აქ არავინაა, უსაფრთხოდ ხარ. ის არსებები თავს დამეცხნენ? გამაბრუეს? მოხუცი დაიმანჭდა და თავზე წამომჯდარ კოპზე მოისვა ხელი. ისტერიკაში იყავი და იძულებული გავხდი დამერტყა. ლამის მე გამარტყიტყვია. ჰანტერმა ბოლოს და ბოლოს ახსნა მარწუხები. მძიმედ გაიმართა და ოფიცრის ფართო ქამარი შეისწორა. მერე სტეჩკინის ბუდის გვერდით ჩამოკიდებული ტყავის მეორე ბუდიდან სპილენძის მათარა ამოიღო. შეანჯღრია, გახსნა და ისე რომ ჰომეროსისთვის არც შეუთავაზებია მოსვა. წამით თვალები მილულა, თითქოს სიამოვნებისგან. მოხუც ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. ჰანტერს ცალი თვალი ბოლომდე არ ეხუჭებოდა. აჰმედი სადაა? რა დაემართა? გაახსენდა ჰომეროს და ისევ გააჟრიალა. მოკვდა, გულგრილად უპასუხა ჰანტერმა. მოკვდა, მორჩილად გაიმეორა მოხუცმა. როცა აჰმედის ხელი გამოსტაცა, მოხუცი მიხვდა, რომ ამ ურჩხულის კლანჭებიდან თავს ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ დააღწევდა. ჰომეროს უბრალოდ გაუმართლა, რომ ნაგორნაიამ არჩევანი მასზე არ გააკეთა. მოხუცმა კიდევ ერთხელ მოათვალიერა მიდამო. უჭირდა დაჯერება, რომ აჰმედი აღარ იყო. მერე თავის ხელს დააჩერდა და გული აუჩქარდა. გადატყავებული ხელის გულიდან სისხლი მოსდიოდა. აჰმედმა იცოდა, რომ განწირული იყო. ჩუმად დაიწყო. რატომ მაინც და მაინც ის და არა მე? მასში ბევრი სიცოცხლე იყო, გაეპასუხა ჰანტერი. ისინი კი ადამიანის სიცოცხლით იკვებებიან. უსამართლობაა, თავი გაიქნია მოხუცმა. მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. აქ იმდენი რამ აკავებ და მე მომთაბარე ვარ. შენ შეჭამდი ხავს? საუბარი შეაწყვეტინა ჰანტერმა და სწრაფად წამოაყენა მოხუცი. მორჩა, წავედით, შეიძლება ვეღარც მოვასწროთ. ძუნძულით მიმოვალ ჰანტერს უკან მისდევდა ჰომეროსი და თავს იმტრევდა. როგორ მოხდა, რომ ისინი ისევ ნაგორნაიაზე აღმოჩნდნენ? როგორც ველურმა ორქიდეამ სადგურმა ისე გააბრუა ორივე მიაზმით და ისევ თავისთვის დააბრუნა.
ისევ თავისთან დააბრუნა. ჰომეროსი დაიფიცებდა, რომ უკან ერთხელაც არ მიბრუნებულან. ლამის თავადაც დაეჯერებინა სამყაროს გამრუდება, რის შესახებაც გულუბრყვილო გუშაგებს უყვებოდა ხოლმე. უცებ მოხუცი შეჩერდა და თავში შემოიკრა ხელი. ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად იყო. სხვადასხვა მიმართულების სარკინიგზო გზის შემაერთებელი ტოტი ნაგორნაიადან რამდენიმე ასეულ მეტრში მარცხენა და მარჯვენა გვირაბების ლილვებს შორის თავის დროზე ერთლიანდაგიანი ტოტი აიგო შემადგენლობის შემოსაბრუნებლად. როდესაც ბრმად მიუყვებოდნენ კედელს, ჯერ პარალელურ გზაზე გავიდნენ, ხოლო შემდეგ, როცა კედელი გაქრა, შეცდომით კვლავ სადგურისკენ გადაუხვიეს. არანაირი მისტიკა ამოისუნთქა ჰომეროსმა, მაგრამ კიდევ ერთი რამ ჰქონდა გასარკვევი. ჰეი, დაუძახა ჰანტერს, დაიცადე. მაგრამ ბრიგადირი ყრუსავით სწრაფად მიიწევდა წინ და აქოშინებული მოხუცი ძურებული გახდა ძუნძულზე გადასულიყო. ბოლოს და ბოლოს დაეწია, თვალი გაუსწორა ჰანტერს და კითხა: რატომ მიგვატოვე? მე თქვენ? ჰანტერის ლითონივით ცივხმაში მოხუც დაცინვა მოესმა და გაჩუმდა. მართლაც სადგურიდან ხომ ის და აჰმედი გაიქცნენ და ბრიგადირი მარტო შეატოვეს დემონებს. ჰომეროს გაახსენდა, როგორ გააფთრებით და უშედეგოდ იბრძოდა ჰანტერი ნაგორნაიაზე და უნებურად გაიფიქრა, რომ სადგურის მაცხოვრებლებმა არ მიიღეს ბრიგადირის გამოწვევა. შეეშინდათ? მონათესავე სული იგრძნეს მასში? მოხუცმა გამბედაობა მოიკრიბა და უკანასკნელი საკმაოდ რთული კითხვა დაუსვა მებრძოლს. მითხარი ჰანტერ, იქ ნაგორნაიაზე, შენ რატომ არ გახლეს ხელი? პასუხის მოლოდინში რამდენიმე მტანჯველი წუთი გავიდა, მაგრამ ჰომეროს ვეღარ გაებედა კითხვის გამეორება. არაფრად ჩამაგდეს. ბოლოს და ბოლოს ძლივს გასაგონად გაისმა ჰანტერის მოკლე პირქუში პასუხი. სამყაროს სილამაზე გადაარჩენს, ხუმრობდა ხოლმე მამა. საშა წითლდებოდა და ჩაის მოხატულ პაკეტს კომბინეზონის ჯიბეში მალავდა. კვადრატული პლასმასა, რომელსაც ყველაფერს მიუხედავად ჯერ კიდევ შერჩენოდა მწვანე ჩაის არომატი, მისი მთავარი განძი იყო. ის ახსენებდა, რომ სამყარო არ იყო მხოლოდ მათი სადგური. ოთხივე გვირაბა ამოქოლილი 20 მეტრის სიღრმეზე ჩამარხული ქალაქ სასაფლაო მოსკოვში. ჩაის პაკეტით ამ მაგიური პორტალით საშას შეეძლო დროსა და სივრცეში ემოგზაურა. ამ ნესტში ნებისმიერი ქაღალდი ჭლექიანივით ჭკნებოდა. ნესტი და ობი არა მხოლოდ წიგნებსა და ჟურნალებს ჭამდა, წარსულსაც ანადგურებდა. ადამიანის მეხსიერება გამოსახულებებისა და ქრონიკის გარეშე, ყავარჯნების გარეშე მოიკოჭლებდა და ეცემოდა. საშას პაკეტი კი პლასმასისა იყო და დროსა და ობს არ ემორჩილებოდა. ერთხელ მამამ აუხსნა, რამდენიმე 1000 წელი უნდა გავიდეს, რომ გახსნა დაიწყოსო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საშა შთამომავლობისთვისაც შეძლებდა მის მემკვიდრეობით გადაცემას. ეს ნახატი მინიატურული, მაგრამ მაინც ნამდვილი ნახატი იყო. ისეთივე ხასხასა, როგორიც კონვეიერიდან ახლად გადმოღებული და ისეთი ხედით, რომ საშას სუნთქვა ეკვროდა. ნისლში დაკიდული კლდეებით ტოტებ გაშლილი ფიჭვები, რომლებიც ციცაბო ფერდობებს ებღაუჭებოდნენ უფსკრულში, ჩანთქმული ბობოქარი ჩანჩქერები, ამომავალი მეწამული მზე, ამაზე მეტი მშვენიერება საშას არასდროს ენახა. გოგონას შეეძლო საათობით მჯდარიყო და ხელის გულზე დადებული ჩაის პაკეტზე გამოსახული ხედით დამტკბარიყო. თვალებზე მასაც ისევე ეკვროდა ბინდი, როგორც შორეულ მთებს მზის ამოსვლისას. მამის მიერ მოტანილ წიგნებში, რომელთაც მანამ შთანთქავდა, სანამ ტყვიებზე გაყიდდა. ამოკითხული სიტყვებიც კი არ ყოფნი და იმის აღსაწერად, თუ რას გრძნობდა ამ სანტიმეტრიანი კლდეებისა და ნახატი ფიჭვების წიწვების ყურებისას. იცოდა, რომ ეს სამყარო არარეალური იყო და სწორედ ამიტომ განიცდიდა მის მიმართ საოცარ ტოლვას, ტკბილ სევდას და მუდმივ მოლოდინს, რომ ერთხელაც მზეს ნახავდა. მარადიული თვალიერება სხვა განა რა უნდა ყოფილიყო დამალული ამ ფირფიტის მიღმა, უცნაური ხე, არწივის ბუდე, პატარა ქოხი კლდილის ძირში, რომელშიც მამასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მამა მოუტანა ეს პაკეტი 5 წლის საშას, თანაც სავსე, რაც ძალიან დიდი იშვიათობა იყო. უნდოდა ქალიშვილი ნამდვილი ჩაით ხელში ენახა, მაგრამ გოგონამ საოცარი ვაჟკაცობით დალია ჩაი. როგორც წამალი, ჩაის პაკეტით კი სამუდამოდ აღფრთოვანდა. მამამ სწორედ მაშინ აუხსნა, თუ რა იყო იქ გამოსახული. ჩინეთის მთიანი პროვინციის პირობითი პეიზაჟი,
რომელიც ჩაის პაკეტებისთვის ზედ გამოჭრილი იყო, მაგრამ საშა 10 წლის შემდეგაც ისეთივე აღფრთოვანებით ათვალიერებდა მას, როგორც მიღების დროს. მამა კი გრძნობდა, რომ ეს პაკეტი საშასთვის მთელი სამყაროს შემცვლელი იყო და ყოველთვის, როცა გოგონა გატაცებით შესხეროდა წარუმატებელი მხატვრის პეიზაჟს, ეჩვენებოდა, რომ სწევლიდა მას თავისი მოკლე და უსიცოცხლო ცხოვრების გამო. ძალიან ცდილობდა თავის შეკავებას, ბოლოს კი მაინც გაღიზიანებული ეკითხებოდა ქალიშვილს, რა იპოვა ამ უღრიმღამო შეფუთვის ნაგლეჯზე. პასუხად გოგონა ნაჩქარებად მალავდა პაკეტს კომბინეზონის ჯიბეში და მორიდებით პასუხობდა: მამა, ისეთი ლამაზია. ჰანტერი რომ არა, რომელიც ნაგატინსკაიამდე აღარ გაჩერებულა, მოხუცი ამ გზის გავლა სამჯერ მეტ დროს მოანდომებდა. ვერასოდეს გაბედავდა ასე უშიშრად გაევლო ეს გვირაბები. მათ რაზმს საშინელი ბაჟის გადახდა მოუხდა. ნაგორნაიაზე ტრანზიტით გავლისას. 3-დან 2 გადარჩნენ. ნისლში გზა რომ არ აბნეუნდათ, 3-ვე გადარჩებოდა, თუმცა გადასახადი ჩვეულებრივზე მეტი არ იყო, არც ნახიმოვსკიზე და არც ნაგორნაიაზე. არაფერი მომხდარა ისეთი, რაც მანამდე არ ხდებოდა. მას საქმე ტულსკაიასკენ მიმავალ გადასარბენებს ეხებოდა. ახლა იქ სიმშვიდე იყო, მაგრამ ცუდი დაძაბული სიჩუმე. კი ჰანტერი ასიმეტრიდან გრძნობდა საფრთხეს, იცოდა რა ელოდა სადგურზე, რომელზეც არასოდეს ყოფილა, მაგრამ მასაც ხომ არ უღალატებს ინტუიცია იქ, სადაც ათეულობით გამოცდილი მებრძოლისთვის უღალატია. იქნებ სწორედ ნაგატინსკაია, რომელსაც ყოველი ნაბიჯი თუ ახლოვდებოდნენ, მალავდა საიუნლოს გასაღებს. ჰომეროს მოზღვავებული ფიქრები ხელს უშლიდა სწრაფად სიარულში. ცდილობდა წარმოედგინა რა ელოდათ მისთვის ოდესღაც ყველაზე საყვარელ სადგურზე. მოხუცს, რომელიც მითებს აგროვებდა, შეეძლო ეფიქრა, რომ ამ სადგურზე ნამდვილად გაიხსნა ეშმაკის საელჩო, ან ის თავიანთი გვირაბებიდან საჭმლის საძებნელად გადმოსახლებულმა ვირთხებმა დახრეს. მოხუცი მარტო რომ ყოფილიყო ამ გადასარბენებში ბევრად უფრო ნელაივლიდა, მაგრამ უკან არავითარ შემთხვევაში არ მიბრუნდებოდა. სევასტოპოლსკაიაზე ცხოვრებისას ის სიკვდილის შიშს გადაეჩვია. შეიძლებოდა ეს მისი უკანასკნელი მოგზაურობაც ყოფილიყო, ამიტომ მზად იყო მთელი თავისი დარჩენილი დრო მიეძღვნა მისთვის. ნაგორნაიაზე ურჩხულებთან შეხვედრიდან 9 საათის შემდეგ შიშები აღარც ახსოვდა. მეტიც სულის ფსკერზე გაურკვეველ ფრთხალ მოძრაობას გრძნობდა. იქ სადღაც კუნჭულებში იბადებოდა ან იღვიძებდა ის, რასაც ასე ელოდა და ითხოვდა, ის რასაც ის ყველაზე სახიფათო მოგზაურობაში ეძებდა, რადგან შინ ვერ ეპოვა. ახლა მას საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა სიკვდილი გადაედო. სიკვდილის უფლებას თავს მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, რაცა თავის მისიას შეასრულებდა. ბოლო ბრძოლა ყველაზე მძვინვარე იყო, ამიტომაც რამდენიმე დღეს გასტანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 3 თაობა შეიცვალა. მისმა ვეტერანებმა საუკუნოდ დაიძინეს. ცოცხალთ კი ომისადმი შიში არ ჰქონდათ. ომი მასიური შეშლილობიდან, რომელიც ადამიანებს ყველაფერს ადამიანურს აკარგვინებდა, ისევ სტანდარტულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. ფსონები საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად დრო არ ითმენდა. ბირთვული ქობინების გამოყენების შესახებ ტაბუს დარღვევის გადაწყვეტილება გზადაგზა მიიღეს. საიდუმლო დრამის პირველ მოქმედებაში კედელზე დაკიდებულმა იარაღმა ბოლო მოქმედებაში გაისროლა და უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა პირველმა, ვინ დააჭირა თითის საკრალულ ღილაკს. მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქი ერთდროულად ნანგრევებად და ფერფლად იქცა. ქალაქების ის მცირე ნაწილიც, რომელთაც რაკეტსაწინააღმდეგო ფარები იცავდა, განადგურდა, თუმცა შორიდან ხელუხლებელს გავდა. მათი მოსახლეობამ, ძლავრმა გამოსხივებამ, მომწამლებელმა ნივთიერებებმა და ბიოლოგიურმა იარაღმა ამოწყვიტა. სუსტი რადიოსიგნალი, რომელთაც გადარჩენილებთან კავშირი მყარდებოდა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაწდა და მეტროს მოსახლეობისთვის სამყარო დასახლებული ხაზების სასაზღვრო სადგურებში დასრულდა. დედამიწა, რომელიც კარგად შესწავლილი და მჭიდროდ დასახლებული ჩანდა, ისეთსავე უსასრულო ქაოსად და დავიწყების ოკეანედ იქცა, როგორიც ოდესღაც იყო. ცივილიზაციის პატარა კუნძულები ერთმანეთის მიყოლებით ჩაიძირა ქაოსის მორევში, ნავთობისა და ელექტროენერგიის გარეშე. დარჩენილი ადამიანი გაველურების გზას დაადგა. დაიწყო უბედურების ეპოქა. სწავლულები ასწლეულების განმავლობაში ფრთხილად აღადგენდნენ ისტორიას პაპირუსების ნაგლეჯებიდან და
პერგამენტებიდან, კოდექსების ნაწყვეტებიდან თუ ფოლიანტებიდან, საბჭოთა მანქანისა და გაზეთის გამოგონების შემდეგ კი ამ ტილოს ქსოვა ტიპოგრაფიულმა დაზგებმა განაგრძეს. ბოლო 2 საუკუნის მატიანეში ხაროզები არ ჩანდა. მსოფლიოს ბედის გამგებელთა თითოეული ჟესტი და შორისდებული საგულდაგულოდ ირჩეოდა და მთელი მსოფლიოს ნალოლიავები ტიპოგრაფია ერთ საათში სამუდამოდ განადგურდა. ისტორიის საქსოვი დაზგები აღდგა. მსოფლიოში ცოტას თუ აინტერესებდა ის, მატერია დაინახა მხოლოდ ერთი ძაფი მატერია დაიხა, მხოლოდ ერთი ძაფი დარჩა მთელი. კატასტროფიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ნიკოლაი ივანოვიჩი ხალხით გადაჭედილ სადგურებზე დაეხეტებოდა და იმედს არ კარგავდა, რომ ადრე თუ გვიან თავის ოჯახს იპოვიდა. თანდათან იმედიც მოუკვდა. არსებობის აზრის არიადნეს გორგალი, რომელსაც მეტროს დაუსრულებელ ბნელ გვირაბებში მისთვის სწორი გზა უნდა ეჩვენებინა, ხელიდან გაუვარდა. თუმცა დაუბლებული და დაკარგული მაინც აგრძელებდა უმისამართოდ ბოდია. ძველი დროის ნოსტალგიით შეპყრობილმა ძველი ჟურნალების შეგროვება დაიწყო, რომ წარსულზე ეოცნება. იმის ძიებაში შესაძლებელი იყო თუ არა აპოკალიფსის შეჩერება, ის ქრონიკებმა და საგაზეთო პუბლიცისტიკამ გაიტაცა და თვითონაც დაიწყო წერა. ამსგავსებდა ახალი ამბების სვეტებს და წერდა იმ სადგურებში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ხვდებოდა. ისე გამოვიდა, რომ გზამკვლევი ძაფის დაკარგვის შემდეგ იპოვა მიზანი. გამხდარიყო მემატიანე სამყაროს უახლესი ისტორიის აღსასრულიდან თავად სამყაროს აღსასრულამდე. მოუწესრიგებელმა და უმიზნო შემგროვებლობამ აზრი შეიძინა. ახლა მას უნდა აღედგინა დროის დაზიანებული ტილო და ხელნაწერის სახით გაეგრძელებინა ის. სხვები ნიკოლაი ივანოვიჩის გატაცებას ისე უყურებდნენ, როგორც უწყინარ უცნაურობას. ის თავის წილ საკვებს გაზეთებში ცვლიდა და ყველა სადგურზე, სადაც კი მოხდებოდა, თავის კუთხეს არქივად აქცევდა. დადიოდა საგუშაგოზე მესამასე მეტრზე კოცონთან, სადაც მკაცრი კაცები პატარა ბიჭებივით არაკებს თხზავდნენ. არაკებიდან შეიძლებოდა სიმართლის მარცვალი ამოეკრიფა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მეტროს სხვა სადგურებში. ათეულობით ჭორს ისმენდა, რომ იქიდან ფაქტები გამოირჩია, შემდეგ კი მათ სასკოლო როეულში იწერდა. სამუშაოთი ნიკოლა ივანოვის ყურადღება გადაჰქონდა, მაგრამ არც იმის განცდა ტოვებდა, რომ ამ ყველაფერს ტყუილად აკეთებდა. მისი სიკვდილის შემდეგ ახალი ამბების ჰერბარიუმი განადგურდებოდა. მისი გაზეთებით და მატიანეებით კოცონს დაანთებდნენ. მისი გაზეთით დროისგან გაყვითრებული ქაღალდისგან ბოლი და ჭვარტლი დარჩებოდა. ატომები ახლებურად შეერთდებოდნენ და სხვა ფორმას შეიძენდნენ. რა თქმა უნდა, თავად მატერიის განადგურება პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა, მაგრამ ის, რაც უნდოდა შთამომავლობისთვის შემოენახა, ის, რაც შეუმჩნეველი და ეფემერულია, ის, რაც ფურცელზე იმალება, სამუდამოდ დაიკარგებოდა. ასია მოწყობილი ადამიანის გონება. სახელმძღვანელოების შინაარსი მის ტვინში გამოცდებამდე რჩება და შემდეგ, როცა დაზუთხულს ივიწყებს, ტვინის საოცარ შვებას გრძნობს. ადამიანის მეხსიერება უდაბნოს ქვიშას გავს, ფიქრობდა ნიკოლაი ივანოვიჩი. ციფრები, თარიღები და მეორე ხარისხოვანი სახელმწიფო მოხელეების სახელები იმდენ ხანს რჩება მეხსიერებაში, რამდენ ხანსაც ბარხანზე ჯოხით გაკეთებული წარწერა, მერე კი უკვალოდ ქრება. სასწაულებრივად მხოლოდ ის გადარჩება, რაც ადამიანის ფანტაზიას დაიპყრობს, გულს აუჩქროლებს, ფიქრისკენ უბიძგებს და ააღელვებს. გმირის საინტერესო ისტორიამ და მისმა სასიყვარულო ამბავმა შეიძლება მთელი ცივილიზაციის ისტორია გადაწოდოს, ვირუსივით ჩაიბეჭდოს და ადამიანის ტვინში და ასეულობით თაობას გადაეცეს. როდესაც ამას მიხვდა, მოხუცი თვითმარქვია სწავლულიდან ალქიმიკოსად იქცა, ნიკოლაი ივანოვიჩიდან ჰომეროსად. ღამეებს ახლა ქრონიკების შედგენაში კი აღარ ათენებდა, არამედ უკვდავების ფორმულის გამოყვანას ცდილობდა. ფიქრობდა სიუჟეტზე, რომელიც იცოცხლებდა როგორც ოდისეა. გმირზე, რომელიც დღეგრძელობით გილგამეშს ეძრებოდა. ჰომეროსი თავის დაგროვილ ცოდნას აასხამდა და ხალხ სამყაროში, სადაც ქაღალდი უკვე მხოლოდ გასათბობად გამოიყენებოდა, ხოლო მთელ წარსულს ახლანდელის ერთი წუთისთვის სწირავდნენ, სრული ამნეზიისგან იხსნიდა. თუმცა საოცნობო ფორმულას ვერ მიაკვლია. გმირს არადა არ სურდა გამოჩენა. საგაზეთო
სტატიების გადაწერა ვერ ასწავლიდა მოხუც თმითების შეთხზვას, გოლემების ცხოვრების გაგებას, გამონაგონის რეალურზე საინტერესოდ ქცევას, ამოხეული და დაქუცმაცებული ფურცლები მომავალი საგის პირველი დაუსრულებელი თავებითა და არადამაჯერებელი პერსონაჟებით. მის სამუშაო მაგიდას აბორტის გასაკეთებელი კლინიკას ამსგავსებდა. ღამეების თენების ერთადერთი შედეგი ამოღამებული თვალები და დაჭმული ტუჩები იყო და მაინც ჰომეროს არ უნდოდა უარი ეთქვა თავის მისიაზე. არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ არ გამოდგებოდა ამ საქმისათვის, რომ სამყაროს შესაქმნელად ნიჭია საჭირო. უბრალოდ შთაგონების წყარო არ მაქვსო, ამტკიცებდა თავს. ან კი როგორ უნდა ჰქონოდა დახუთულ სადგურში ოჯახური ჩაისმის ტრადიციის სამეურნეო სამუშაოების და თუნდაც საგუშაგოს ფონზე, სადაც ასაკის გამო სულ უფრო იშვიათად მიჰყავდათ. შეინჯღრება თავგადასავლები და ნებათაღელვა სჭირდებოდა. ყველაზე რთულ დროშიც კი არ ტოვებდა ხალხი ნაგატინსკაიას სამუდამოდ. საცხოვრებლად ნაკლებად გამოსადეგი სადგური იყო, არც არაფერი ხარობდა და ზემოთ ასასვლელებიც გადაკეტილი იყო. მაგრამ დასამალად ან საყვარელთან ერთად განმარტოებისთვის იდეალური სადგური იყო. ახლა რატომღაც ცარიელი იყო. ჰანტერი უხმო დავიდა ჭრაჭუნა კიბეზე და პლატფორმაზე გაჩერდა. ჰომეროსი ხვნეშით მიჰყვა, თან ფრთხილად ათვალიერებდა ჩამნელებულ დარბაზს. ჰაერში გაფანტული მტვერი ვერცხლისფრად ელავდა ფანრის შუქზე. იატაკზე უწესრიგოდ ეყარა ნაჭრებისა და მუყაოს გროვები, რომელთაც ნაგატინსკაიას სტუმრები ქვეშაგებად იყენებდნენ ხოლმე. მოხუცი სვეტს მიეყრდნო და ნელა ჩაცურდა ძირს. ნაგატინსკაია სხვადასხვა ხარისხის მარმარილოთი შედგენილი თავისი ფერადი პანოთი, ოდესღაც მისი ერთ-ერთი საყვარელი სადგური იყო, მაგრამ ახლა ეს ბნელი და უსიცოცხლო სადგური ისე ჰგავდა პირვანდეს, როგორც კუბოზე დადებული ფოტო ჰგავს იმ ადამიანს, რომელმაც ეს ფოტო 100 წლის წინ პასპორტისთვის გადაიღო. ერთი სულიერიც კი არაა. დაბნეულობა ვერ დამალა ჰომეროსმა. ერთი არის, თქვა ბრიგადირმა. მე ვიგულისხმე, დაიწყო მოხუცმა, მაგრამ ჰანტერმა ხელით ანიშნა, გაჩუმდიო. დარბაზის მეორე ბოლოში პლატფორმაზე, იქ სადაც სვეტები მთავრდებოდა და ძლივს აღწევდა ბრიგადირის პროჟექტორი შუქი, აუჩქარებლად მოძურებოდა რაღაც. ჰომეროსი გვერდზე გადაწვა, ხელებს დაეყრდნო და მძიმედ წამოდგა. ბრიგადირის ფანარი ჩაქრა, თვითონაც თითქოს აორთქლდა. შიშისაგან გაუფრილმა მოხუცმა ავტომატის დამცავი მოძებნა და კონდახი მხარზე მიიბჯინა. შორს ძლივს გასაგონად გაისმა ორი გასროლის ხმა. ჰომეროსმა გაბედა სვეტის უკნიდან გამოსვლა და სწრაფად წავიდა წინ. შუა პლატფორმაზე გაჯგიმული ჰანტერი იდგა. მის ფეხებთან კი თითქოს კოლოფებისა და ნაგლეჯებისაგან აწყობილი მუქი, სუსტი და საცუდავი არსება იკრუნჩხებოდა. ნაკლებად გავდა ადამიანს, მაგრამ მაინც ადამიანი იყო. უასაკო და უსქესო, იმდენად ჭუჭყიანი, რომ სახეზე მხოლოდ თვალებს თუ გაარჩევდი. გაუგებრად წკმუტუნებდა და ცდილობდა მის თავთან აღმართულ ბრიგადირს გასცლოდა. სავარაუდოდ ორივე ფეხში იყო დაჭრილი. სად არის ხალხი? რატომ არავინაა? ჰანტერმა ჩექმა დაადგა აყროლებულ დაგლეჯირ და ნაჭრებს, მანწანწალას რომ ეცვა. ყველანი წავიდნენ, მე მიმატოვეს, დაიწრიპინა მან. ხელებით ეპოტინებოდა პრიალა გრანიტს, მაგრამ ადგილიდან ვერ იძროდა. სად წავიდნენ? ტულსკაიაზე. რა ხდება იქ? კითხა ჰომეროსმა, რომელიც უკვე მოსულიყო. მე რა ვიცი, დაიმანჭა უსახლკარო. უკან აღარავინ დაბრუნებულა. მე გვირაბის გავლის თავი არ მაქვს და აქ ჩავძაღლდები. რატომ წავიდნენ? უკან არიხევდა ბრიგადირი. ეშინოდათ უფროსო, უკან არავინ დაბრუნებულა. საერთოდ არავინ? ლულა ასწია ჰანტერმა. არავინ, ერთის გარდა. მაწანწალამ შეამჩნია მისკენ მიშვერილი ლულა და ისე მოიკუნტა, როგორც ჭიანჭველა ლუპის ქვეშ. ნაგორნაიაზე მიდიოდა. მეძინა, შეიძლება მომეჩვენა კიდეც. როდის? საათი არ მაქვს, თავი გაიქნია მან, შეიძლება გუშინ ან ერთი კვირის წინ. ჰანტერს მაწანწალასთან კითხვები აღარ ჰქონდა, მაგრამ პისტოლეტის ლულას ისევ თვალებს შორის უმიზნებდა. ბრიგადირი ხმას არ იღებდა და ისე მძიმედ სუნთქავდა, თითქოს მაწანწალას დაკითხვამ ძალა გამოაცალაო. შეიძლება დაიწყო უსახლკარომ. აჰა ჭამე, დაიღრიალა ბრიგადირმა და სანამ ჰომეროსი გონს მოვიდოდა, ორჯერ გამოჰკრა სასხლეც. გახრეტილი შუბლიდან წამოსული შავი სისხლი გახელილ თვალებში ჩაეღვარა და საცუდავს და ტყვიით იატაკზე მიჭედებული ისევ ნაჭრებისა და მუყაოს გროვას დაემსგავსა. ჰანტერს თვალები არ აუწევია, ისე შეავსო მჭიდი, 4 ტყვიით და ლიანდაგზე ჩახტა.
მალე ყველაფერს ჩვენით გავიგებთ. დაუძახა გზიდან მოხუცს. ჰომეროსი გვამისკენ დაიხარა, ზიზღი დაივიწყა, ნაჭრის ნაგლეჯი აიღო და ბომჟს სახეზე მიაფარა. ხელები ჯერ ისევ უკანკალებდა მკვდარს. რატო მოკალი? სუსტი ხმით კითხა თანამგზავრს. შენ თავს კითხე, ყრუდ უპასუხა ჰანტერმა. ახლა მთელი ძალღონეც რომ მოეკრიბა, მხოლოდ თვალების ხამხამი შეეძლო. ისიც კი სასწაული იყო, რომ გონს მოვიდა. იმერთი საათის განმავლობაში, სანამ უგონოდ იყო გაბუჟება ყინულის ქერქად მოედო მთელ სხეულს, ენა სასაზე მიახვა, მკერდზე თითქოს ფუთიანი ჰანტელი ედო. ქალიშვილთან გამომშვიდობებაც კი არ შეეძლო, არადა ეს ერთადერთი იყო, რის გამოც გონს მოსვლა ღირდა. ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა ის ძველი ბრძოლა. საშა აღარ იღიმებოდა, მოკუნტულიყო თავის გასაშლელ ლოგიში. ხელები სხეულზე შემოიჭდო და იბღვირებოდა. ალბათ რამე შემაშფოთებელი ესიზმრებოდა ბავშვობაში, როცა ამჩნევდა, რომ კოშმარებს ხედავდა. მამა ყოველთვის იღვიძებდა, ახლა კი მხოლოდ თვალების ხამხამისთვის ყოფნიდა ძალა. ბოლოს ესეც ძალიან დამღლელი გახდა. საშას გაღვიძების მოლოდინი მისი ბოლო ბრძოლა იყო. ბრძოლა ბოლო 20 წელიწადს წუთითაც არ შეუწყვეტია. ყოველ დღე, ყოველ წუთს იბრძოდა, ძალა აღარ ჰქონდა. დაიღალა ბრძოლით, დამალვით, ნადირობით, მტკიცებით, იმედით, ტყუილით. ბჟუტავ-ცნობიერებაში ორად ორი სურვილი ღარჩებოდა. უნდოდა ერთხელ მაინც ჩაეხედა საშასთვის თვალებში და უნდოდა სიმშვიდე ეპოვა. არ გამოსდიოდა. თვალწინ ისევ დაურბოდნენ წარსული სურათები. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გაეტეხა ან გამტყდარიყო. დაეპყრო ან დამორჩილებოდა. გვარდიელებმა რკალი შეკრეს. ყოველი მათგანი მისი ერთგული რჩებოდა. ახლა ნებისმიერი მზად იყო მომკვდარიყო ან უიარაღონ ადამიანებისთვისაც კი ესროლა. ბოლო დაუმარცხებელი სადგურის კომენდანტის, უკვე არარსებული კონფედერაციის პრეზიდენტის ავტორიტეტი მისი გვარდიელებისთვის უდაო იყო. თავად ის კი უცოდველი და გვარდიელები მის ნებისმიერ ბრძანებას მომენტალურად დაუფიქრებლად აასრულებდნენ. კომენდანტი კი როგორც ყოველთვის ახლაც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას. ახლა რომ უკან დაიხიოს, სადგურს ანარქია მოიცავს. შემდეგ კი მას თვალსა და ხელს შუა გაზრდილ წითელ იმპერიას შეუერთებენ, რომელიც დიდი ხანია თავისი საწყის საზღვრებს გაცდა და სულ ახალ ტერიტორიებს ითვისებს. თუ ცეცხლს გაუხსნის დემონსტრანტებს, ძალაუფლებას მხოლოდ დროებით შეინარჩუნებს, ხოლო თუ სიკვდილით მასობრივი დასჯისა და წამების ბრძანებას გასცემს, შესაძლებელია სამუდამოდაც კი. მან გადმოიღო ავტომატი და წამის შემდეგ მთელმა არმიამ მისი მოქმედება გაიმეორა. სამიზნე ორმოში ხალხი ღელავდა. უსახო მასა და დაკრეჭილი კბილებით, გადმოკარკული თვალებით, შეკრული მუშტებით, მასაკეტი გაატკაცუნა მწყობრმაც. დრო იყო ბედისთვის ქეჩოში წაევლო ხელი. ლულა ჭერს მიუშვირა, სასხლეც თითი გამოკრა და ჭერიდან კერი ჩამოსვიდა. ხალხი ცოტა ხნით მიყუჩდა. მან მეომრებს ნიშანი მისცა, რომ იარაღი დაეშვათ და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იყო. და მეხსიერებამ საბოლოოდ გაუშვა ის. საშას ეძინა, როცა მან უკანასკნელად ჩაისუნთქა. უნდოდა უკანასკნელად შეეხედა შვილისთვის, მაგრამ თვალების გახელა ვეღარ შეძლო და მარადიული წვდიადის ნაცვლად წარმოუდგენლად სისფერიცა დაინახა. ნათელი და მოწმენდილი, როგორც მისი ქალიშვილის თვალები. სტეკ მოულოდნელებისგან ჰომეროსი კინაღამ ადგილზე შეხვდა და ხელები ასწია, მაგრამ მაშინვე მოთოკა თავი. გვირაბის სიღრმიდან გაგონილმა მეგაფონის დუდღუნა ხმამ მხოლოდ ის შეაშინა. ბრიგადის სრულებითაც არ გაკვირვებია. გადახტომის წინ კობრასავით მოკუნტულმა ძლივს შესამჩნევად გადმოიღო ზურგიდან ავტომატი. აქამდე ისე იარეს, ჰანტერს სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. კილომეტრნახევრიანი გზა ნაგატინსკაიადან ტულსკაიამდე მოხუცს გოლგოთის გზასავით უსასრულო ეჩვენა. ციცოდა, რომ გადასარბეს უეჭველ სიკვდილამდე მიჰყავდა და თავს უფრო სწრაფად სიარულს ვერ აძალებდა. დრო იყო, რომ სიკვდილთან შესახვედრად მომზადებულიყო და ჰომეროსმა მოგონებებით დაიწყო თავის შექცევა. იხსენებდა ელენას, საკუთარ თავს, ეგოიზმს საყვედურობდა და პატიებას თხოვდა მას. ნანობდა, რომ წამოსვლის წინ გაზეთების ბედზე არ იზრუნა. მოხუცი მზად იყო სიკვდილისთვის, მზად იყო ურჩხულებს გაეგლიჯათ, უზარმაზარ ვირთხებს შეეჭამათ,
მომწამლელი გამონაბოლქვით მომკვდარიყო, სხვა რა ელოდა შავ ხვრელად ქცეულ ტულსკაიაზე, რომელიც ყველაფერს ისრუტავდა და გარეთ არაფერს უშვებდა. ახლა როცა მის მისადგომებთან ჩვეულებრივი ადამიანის ხმა ესმოდა, აღარ იცოდა რა ეფიქრა. სადგური დაპყრობილია? ვის შეეძლო გაენადგურებინა სევასტოპოლსკაიას რამდენიმე შემტევი რაზმი? ან ვინ გაანადგურებდა მაწანწალებს დედაბუდიანად ისე, რომ არც მოხუცისთვის და არც ქალისთვის არ მიეცა წასვლის უფლება? 30 ნაბიჯი წინ მოისმა შორეული ხმა. ძალიან ნაცნობი ხმა იყო და ჰომეროს დრო რომ ჰქონოდა, აუცილებლად ამოიცნობდა ვის ეკუთვნოდა ვინმეს სევასტოპოლსკაიადან. ჰანტერი ხელში არ წერდა თავის კალაშნიკოვს და მორჩილად ითვლიდა ნაბიჯებს. ბრიგადირის 30 ნაბიჯში მოხუცმა 50 ნაბიჯი გადადგა. სრულ სიბნელეში ბუნდოვნად მოჩანდა ბარიკადი, თითქოს შემთხვევითი ნივთებით აგებული. ჩააქრეთ ფანრები. ბრძანა ვიღაცამ ბარიკადს მიღმა და ერთ-ერთმა თქვენგანმა კიდევ 20 ნაბიჯი გადმოდგას წინ. ჰანტერმა ჩამთვლელი გაატკაცუნა და გზა განაგრძო. მარტო დარჩენილმა ჰომეროსმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა. სიბნელეში შპალზე ჩამოჯდა. ფრთხილად მოსინჯა კედელი და მას მიეყრდნო. განსაზღვრულ მანძილზე ბრიგადირის ნაბიჯების ხმა მიწყდა. გაისმა ხმები, ვიღაც გაურკვევლად კითხავდა მას, ის კი ნაწყვეტ-ნაწყვეტ უყებდა პასუხს. სიტუაცია თანდათან დაიძაბა და თავშეკავებული ტონი გინებამ და მუქარამ შეცვალა. მგონი ჰანტერი უჩინარი მცველებისაგან რაღაცას მოითხოვდა. ისინი კი დამორჩილებაზე უარს ამბობდნენ. ისინი ლამის უკვე მთელი ხმით უყვიროდნენ ერთმანეთს და ჰომეროსი შეეცადა სიტყვები გაერჩია, მაგრამ მხოლოდ ბოლოს სიტყვა გაიგონა. სასჯელი. ადამიანების საუბარი ავტომატის ხმამ ჩაანაცვლა. საპასუხოდ კი მძიმედ გაისროლა სამხედრო პეჩეგენმა. მოხუცი მიწაზე დაეცა. ჩამკეტი გადასწია, მაგრამ ვერ გადაწყვიტა გაესრულა თუ არა, ან რომ გაესრულა ვისი მიმართულებით. საბედნიეროდ ყველაფერი იმაზე ადრე დასრულდა, სანამ მან დამიზნება მოასწრო. ტყვიამფრქვევის ხმა გვირაბის გაბმულმა ხრჭიალმა შეცვალა. ეს ხმა ჰომეროსს არაფერში აერეოდა. ეს ჰერმეტული ჭიშკრის დაკეტვის ხმა იყო. მისი ვარაუდის დასტურად რაღაც ხმაურით დაენარცხა და ტონიანმა ფოლადმა ერთიანად დაახშო ყვირილისა და სროლის ხმები. დიდ მეტროში ერთადერთი გასასვლელი გადაიკეტა და უკანასკნელი იმერდი წაართვა სევასტოპოლსკაიას.